სინამდვილეში ეს ყველაფერი სასწაული დიდი ომის პროცესია. ეს ერთი დღე არ შენელებულა ეს ომი საეკლესიო ძალაუფლებასა და სახელმწიფო საერო სახელმწიფო ძალაუფლებას შორის. საქართველოს ეკლესია კვლავ თავისუფალი უნდა იყოს და საქართველოს ადგილი კვლავ არის ცივილიზებულ სამყაროში. მისი გარდაცვალება ქმნის უკვე ახალ ვაკუუმს. როგორც ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნებოდა თანაბარი ზონა პატრიარქ ილია მეორესთან, ახალი პატრიარქი ყველაფერს მიუხედავად ვერ იქნება თანაბარ საზომში ბიძინა ივანიშვილთან. ეხლა ახორციელებს თუ არა პერიოდულად რუსეთის მართლმადიდებელი საპატრიარქო წნეხს საქართველოს საპატრიარქოზე, დიახ, პასუხისმგებლობით ვამბობ. თანამედროვე ქართული ძალაუფლების პრინციპი მიდის არა დიქტატზე, იმიტომ რომ დიქტატით შავლილი ეტაპია და ავტორიტარიზმის ცალკეული ეტაპები. ეს არის უკვე ტოტალიტარიზმის დამკვიდრების პროცესი. ის ერთადერთია, ვიზედაც შეიძლება რუსული გავლენები ვრცელდებოდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში, არ არის ერთადერთი. ეს მისი არჩევანი აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად რუსულ გზას მიდის. იმ ბრძანებას, რომელიც პატრიარქის ხელით არის დაწერილი, ძველი ბეჭედი არტყია. ეს ხო ტექნიკური. პირველივე ქორეპისკოპოსი გამოარჩია, თავის სიცოცხლე დაიზღვია. ეს საფრთხე გვემუქრება, რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში და ეკლესიის დასუსტება ახლა შეიძლება იყოს მხოლოდ ტოტალიტარის ინტერესში. ამ მასშტაბის ფიგურის დაგრძალვა გადააქციეს პრივატულ პარტიულ ღონისძიებად. გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგვიწერეთ, გამოგვყევით YouTube-ზე და სოციალ-ქსელებში. დღევანდელი გადაცემა თავიდან ბოლომდე მიეძღვნება საპატრიარქოს და მათ შორის ახალი პატრიარქის არჩევის თემას და ბუნებრივია გადაცემას ვიწყებთ სამძიმრით 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში აღესრულა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭუნთა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, კათოლიკოსი, რომელიც 59 წლის განმავლობაში, ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მართავდა ქართულ ეკლესიას 1977 წლიდან და ჩვენ გადაცემის სტუმრები იქნებიან ქალბატონი ლელა ჯეჯელავა, საპატრიარქოს რელიგიებთან ურთიერთობის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლიტიკური ექსპერტი და ბატონი არჩილ გამზარდია, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. როგორც ვიცი, ორივე იცნობთ პატრიარქს და მოდით დავიწყოთ თავად ილია მეორის ცხოვრებისეულ გზაზე საუბრით. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ცხადია, მეც უერთდები თქვენს სამძიმარს. დიახ, ასე იყო, ნამდვილად ვიცნობდი და 10 წლის განმავლობაში მგონდა შესაძლებლობა ყოველდღიურად მასთან ურთიერთობისა, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც შემიძლია. თქვა მასთან ერთად ყოფილვარ საერთაშორისო ვიზიტებში, მასთან ერთად ყოფილვარ საქართველოს ციხეებში, ამიტომ ბევრ რაკურსში მყავს დანახული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და რასაკვირველია, მოსაგონარი ძალიან ბევრია. ბევრი მათგანი ბევრი შესახებ ალბათ ვისაუბრებ, ბევრი შესახებ არ ვისაუბრებ, ის რაც მხოლოდ მისგან მაქვს მოსმენილი და გაგებული შეფასება იქნება თუ დაუშვათ მისი დამოკიდებულება პროცესების დამოვლენების მიმართ, იქ სადაც ჩვენ ორს გარდა არავინ ყოფილა, ცხადია ამაზე არ ვისაუბრებ არასოდეს. უნდა გითხრათ, რომ პირველი რაც შეიძლება ითქვას, არა როგორც იმ ადამიანისაგან, რომელიც მხოლოდ იცნობდა და მასთან ურთიერთობა ჰქონდა, ის იყო მასშტაბური ფიგურა. საკმაოდ მასშტაბური ფიგურა, გამორჩეული უნარ-ჩვევებითა და ნიჭით. ის რომ ის იყო
აი როგორც ხშირად უწოდებენ ეპოქალური ფიგურა, ამას არ განსაზღვრავს მარტო 50 წლიანი მმართველობა მისი, მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც ის ვერავინ ვერ უარყოფს, რომ იყო სრულად გამორჩეული შესაძლებლობების ადამიანი, განსაკუთრებული უნარი ჰქონდა მტრის მოყვრად ქცევის და არ დაგიმალოთ და მოყრის მტრად გადაქცევისაც, ასეთი შემთხვევებიც არსებობს საქართველოს მის ისტორიაში, მაგრამ ყველაფერი იწყება ახლა, მისთვისაც და ჩვენთვისაც. რას გულისხმობ, როდესაც ამას ვამბობ? მისი მოღვაწეობის და როგორც ისტორიული ფიგურის როლი და მნიშვნელობა ახლა უნდა დაადასტუროს ქვეყანამ, რომლის ასე ვთქვათ, სულიერებასაც 50 წლის განმავლობაში ის წემსავდა. ვართ კი ჩვენ დაუშვათ და უნდა გამოჩნდეს ახლა არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისევე სუდარის ქვეშ, თუ აეხადა ეს სუდარა. რა უნდა დაადასტუროს ეს? ეს უნდა დაადასტუროს იმან შეძლებს თუ არა ნამდვილად ერი იცხოვროს ქრისტიანული მორალით და ეთიკით. თუნდაც ამაში გამოიხატება პირველ რიგში პატივისცემა უკვე გარდაცვლილი ერის სულიერი მამის, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ეს არ აქვს გაცნობიერებული და კვლავ გრძელდება კაპიტალიზაცია პატრიარქის ფიგურაზე, როგორც მის სიცოცხლეში ცდილობდნენ და მართალი გითხრათ, ეს ჯერ არავის არ გამოსვლია და ბოლომდე ვერავინ ვერ ისარგებლა. ამით ახლა მე როგორც ხედავ, რომ მიმდინარეობს მცდელობა, რომ უკვე გარდაცვლილის, ასე ვთქვათ, დიდებით და გარდაცვლილის მიმართ ერის მიერ გამოხატულ პატივისცემაზე შეეცადონ ვიღაცაები თავის პოლიტიკურ კაპიტალიზაციას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ გამოუვა. ნუ ჩვენ წინ გვაქვს ის დაკრძალვის დროსაც ხდებოდა ამაზე. ხო, იცით რა, ძალიან მძიმე საყურებელი იყო ბევრი თვალსაზრისით ეს. ახლა მე კარგად ვიცი, ვინ იყო პატრიარქის ნამდვილი გულშემატკივარი და მე ვიცი, ვინ იყო პატრიარქისთვის ყველაზე დამწუხრებული ჭირისუფლები. ის ადამიანები, რომლებიც არც ერთ კამერას კადრში არ აუღია და ბოლოს ტაძარში არციონში მინახავს და შეიძლება შეუმჩნევლები დარჩნენ სამების საკათედრო ტაძარში. იქ იყვნენ დედები და მამები, რომლებიც წლების განმავლობაში მას გვერდიდან არ მოშორებიან, რომლებიც უძლურები ჟამს მას როგორც პატარა ბავშვს უკვე ისე უვლიდნენ. და ეს გულდათუთქული მართლა ნამდვილად ღრმად ვარ დარწმუნებული ჭირისუფალი იქ არავის არ უნახავს, არავინ არ იცის როგორი იყო ამ ადამიანების ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი თუნდაც იმაში, რომ პატრიარქის სიცოცხლე ამდენი ხნის განმავლობაში ამ უძლურების მიუხედავად შენარჩუნებული იყო და ჩვენ ვხედავდით იქ ცრემლებს ისეთი ადამიანებისას, რომლებიც შეიძლება გულწრფელიც იყო, არ ვამბობ, ვერ ვიტყვი ვერაფერს, მე არ მაქვს უფლება შევაფასო იმეს ემოციების ნამდვილობა, მაგრამ რომელთაც პატრიარქთან რეალურად საერთოდ არ ჰქონდათ და იქ იდგა ბოლოს და ბოლოს ის ხელისუფლება, რომლის პერიოდშიც თუ ოდესმე პატრიარქის ავტორიტეტის დამცრობა, რაღაცნაირად დამცრობის მცდელობა იყო, ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ყველას გვახსოვს ციანიდის საკითხი, გვახსოვს კრეფსები და ის რაც ამ ორმა სპეცოპერაციამ, რომელიც იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული, ვერ მოახერხა და შედეგი ნახეთ, რომ ვერ მოახერხა ავტორიტეტის, ასე ვთქვათ, შერყევა.
ახლა დაიწყო პირიქით კაპიტალიზირება სწორედ იმაზე, რომ ისინი აღმოჩნდნენ მთავარი ჭირისუფლები, ვითომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა. ისინი, ვინც ჩემის აზრით, მათ საკმაოდ სერიოზული ნება მოუტანეს, როგორც ეკლესიას, ასე პირადად მასაც საქართველოს პატრიარქსაც. ხო, არ ვიცი ახლა მე ვისურვებდი გულწრფელად ძალიან სამწუხარო რა არის იცით ჩემთვის რომ მისი მწყემს მთავრობის ეპოპეა დასრულდა სწორედ მაშინ იმ საქართველოში, როდესაც საქართველოს ყავს სრულიად იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება, რომელიც ჩვენ და საქართველოს მოწყვეტილია რეალურად ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობას და საქართველოს ხელისუფლება რეალურად არის აკაკუნებს ჰააგის კარებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ეს ნამდვილად გულსაწყვეტია, როდესაც აი ამ აკორდზე დასრულდა მისი, ასე ვთქვათ, პატრიარქობა, ის ძალიან რთული ხანა, რომელიც მან გაიარა და პერიოდი. მე მოსწრები ვარ, უნდა გითხრათ, მის ურთიერთობებს შევარდნაძის ხელისუფლებასთან, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რაღაც ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან ძალიან მცირე პერიოდის განმავლობაში, უფრო ნაკლებად. მე ვიცი რა როგორ ხორციელდებოდა მასზე ცდელობა, რომ გარკვეულწილად გავლენების ქვეშ მოქცეულიყო. ეხლა მახსენდება, არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო, შევარდნაძის ხელისუფლების ერთ-ერთი ცნობილი ფიგურა, დავიტოვებ უფლებას პერსონალურად არ ვახსენო, რას მეუბნებოდა პატრიარქთან დაკავშირებით, როდესაც იყო გარკვეული სირთულეები საკონსტიტუციო რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით და გახსოვთ ალბათ საეკლესიო საგანძურის გამოფენა რო უნდა მოწყობილიყო, მაშინაც გარკვეული წინააღმდეგობრივი პროცესები იყო, რა მომისმენია მისგან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან დაკავშირებით და დღეს აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი უსმენდი სხვადასხვა ეთერებში არის თურმე მეხოტბე, რა გვითხრათ, ჭირისუფალი და დამფასებელი საქართველოს პატრიარქისა და მე რომელსაც მინდა გითხრათ რომ მქონდა და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი პატრიარქ საოცარი თავისუფლება მასთან ურთიერთობაში, როდესაც არასოდეს არ მოვრიდები ვარ, შეიძლება ზედმეტად თამამი ფორმითაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევას, იმიტომ რომ მე ახლა არ ვარ ივანიშვილის ხელისუფლების აპოლოგეტი, ამიტომ ვირიცხები ავტომატურად პატრიარქის მოძულეთა და მტრებს შორის. ავიწყდებათ ძალიან მარტივად ერთი რამ, რომ ქრისტიანობა ცოტა სხვა რამეა. აგერ არჩილია და დამეთანხმება. 9 ნეტარებაში არსად არაფერია ნათქვამი მდევნელების ნეტარებაზე, ხოლო სიმართლისთვის დევნილთა ნეტარებაზე ნამდვილად არის იქ საუბარი. აქედან გამომდინარე, სიმართლე ვისაც არ უნდა შეეხებოდეს ეს რა დიდი მასშტაბის ფიგურაც არ უნდა იყოს, მე მიმაჩნია რომ ყოველთვის უნდა ითქვას, ყოველთვის ოღონდ უნდა ითქვას სწორ დროს და სწორ ადგილას. ყველაფერს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ადგილი. ახლა და მე პირადად შემიძლია ვთქვა, დავადასტურო, რომ არაერთ გზის მithქვამს მისთვის ამ ფორმით. თქვენო უწმინდესობა, ეს არ არის სწორი ასე. და გითხრათ, რომ ყოველთვის მოსწონდა, რომ დაუშვათ მისი აზრის რევიზია ხდებოდა, არა, მაგრამ იცოდა აზრის გათვალისწინება ნამდვილად და
ძალიან ხშირად, აი გუშინაც თქვი ეთერში, როდესაც მივდიოდი ხოლმე ვაწუხებდი რაღაც პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც იყო მაგალითად ერთ-ერთმა მეუფემ მუსლიმების სასაფლაოსთან, როგორ აღმართა ისა რა ქვია, ჯვარი, რამაც გამოიწვია იმათი ნებათა ღელვა და როგორ მოუტანდა ეს ზიანს ეკლესიაზე და არაფერს არ ავნებდა და აი ამ ტიპის საკითხები სულ იყო მაგალითად, როდესაც მე მიწევდა შუაში ყოფილიყავი MMK-სა და მუსლიმურ მრევლს შორის, რომ როდესაც დაუშვათ რაღაცა წინააღმდეგობები იწყებოდა სწორედ მუსლიმებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. და მე უნდა გითხრათ, რომ პატრიარქს ყოველთვის ჰქონდა აბსოლუტურად ესეთი სწორი პოზიცია, მაგრამ ბევრჯერ გამოცდა მოუწყვია ხოლმე ამ თვალსაზრისით ჩემთვის დამახვედრებდა ეპისკოპოს მაგალითად, რომელიც იყო ამის შემომქმედი და მე თავად უნდა მე თქვა ეპისკოპოსისთვის, რომ არ იყო ეს სწორი გადაწყვეტილება და მე რასაკვირველია იყვნენ მღვდელმთავრები, რომელიც ჩემზე გაბრაზებულები გამარჯვებას აღარ მეუბნებოდნენ, მაგრამ მთავარია, რომ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებები მიიღებოდა ხოლმე და პატრიარქი ძალიან ცდილობდა, რომ ამ თვალსაზრისით მართლა ბეწვის ხიდზე გავდიოდით. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ გარკვეულწილად მისი ურთიერთობები ისლამურ სამყაროსთან რაღაცნაირად ჩართული ყოფილიყავი ბოლომდე ამ პროცესში. ის იყო პირველი სასულიერო პირი სხვათა შორის, რომელიც ქრისტიანი, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებში იყო ვიზიტით, როგორც ოფიციალური ვიზიტით და მას იქ ემირიდან დაწყებული დაუშვათ პრემიერი დამთავრებული ყველა შეხვდა დიდი პატივით და მიიღო. მე ვესწრებოდი მის შეხვედრებს ალიევთან, ქალბატონ მეხრიბანთან, აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტთან, ბევრი რამის მომსწრევარ და ნუ რა ვიცი, ხა ძალიან ბევრი საუბარი მიდის პატრიარქთან დაკავშირებულ მოგონებებზე, მე ძალიან ვერიდები, რომ რაღაცნაირად ამაზე ვილაპარაკო, მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება არსებობენ დარწმუნებული ვარ, შეიძლება კი არა, არიან ადამიანები, რომლებსაც არასოდეს არ უნახავთ ახლოს პატრიარქი, მაგრამ არანაკლებად, ასე ვთქვათ, ისეთი დამოკიდებულებები ჰქონდეთ მათ მიმართ და ცოტა უხერხულად მეჩვენება ამ საკუთარი ურთიერთობებით, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი, დღეს უბრალოდ იძულებული გავხდი, რომ დამეწერა, რომ ეხა არასოდეს არ მიცდია რაღაცნაირად პატრიარქთან ჩემი ურთიერთობით რაღაცა დივიდენდები მომეტანა ჩემთვის ეს ძალიან უღირსი საქციელი იყო, მაგრამ ეგოს დაბუწვისთვის ისიც მეყოფა მეთქი, რომ ჩემს დაწერილ ტექსტებს პატრიარქი ხელს აწერდა, იყო ასეთი შემთხვევები და არაერთი და გარდა ამისა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეგვიქმნია ერთადაც. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს არის ისტორია და პატრიარქთან ერთად დამთავრდა ისტორიის ეს ნაწილი, ჩემი პირადი ბიოგრაფიისა, ბუნებრივია და რასაკვირველია ამასთან აქვს შესაბამისი ემოციებიც. ახლა რა გველის წინ გველის დამოწმება კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩვენი ქრისტიანობისა და დადასტურება ჩვენი პატივისცემისა პატრიარქის მიმართ, როგორ გავივლით ამ პერიოდს. ხედავ ხელისუფლებას ამის გაკეთება ძალიან უჭირს, რომ გითხრათ, რომ ეს ძალიან მიკვირს აბსოლუტურად არ ვიქნები მართალი, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, თუ ხელისუფლება თუმცა არ მგონია რომ ამას იზამს, ნაკლებად ჩაერევა ამ საკითხებში, ახლა რაც ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს და მე ვიცი წმინდა სინოდის განწყობილება მეტნაკლებად ისინი საკმაოდ ისე არიან განწყობილები, ასე ვთქვათ, რომ დიდად
არ მიიღებენ მითითებებს, ასეთ შემთხვევაში ნამდვილად მოხერხდება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში ღირსეული კანდიდატის გამორჩევა, რომელსაც უკვე სხვა ამოცანები ექნება, ვიდრე ქონდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომელსაც სხვა ეტაპზე ეყოლება საქართველოს ეკლესია გადასაყვანი, ასე ვთქვათ, და ბევრი რამ იქნება იქ შესაცვლელი და ამას ჭირდება შესაბამისი გამბედაობა და უნარი პირველ რიგში ის რომ პატრიარქის შვილიდან უნდა გამოვიდნენ და უნდა უკვე როგორც დამოუკიდებელმა იერარქებმა ისე მიიღონ ეს გადაწყვეტილება. მე ყველაზე მეტად რაც მინდა წმინდა სინოდის როლის გააქტიურება, რომელიც არ იყო პატრიარქის ავტორიტეტი, მოკლედ წმინდა სინოდის ცოტა ჩრდილქვეშ ამყოფებდა რბილად რომ თქვათ და გადაწყვეტილებები პრინციპში ერთპიროვნულად მიიღებოდა. ეხლა ეს არავისთვის არ არის დამალული, ვერავინ ვერ ბედავდა წინააღმდეგობის გაწევას. ერთხელ ერთმა ეპისკოპოსმა მითხრა, რომ შენ იმიტომ ახარ ასე თამამად ეპისკოპოსობებისა პატრიარქობა არ გინდაო და მაგიტომ გიტფენენ ამდენსო. ხო და არის ამაში სიმართლის მარცვალი. მომავალ პატრიარქს საუბარი მე მესმის ძალიან დიდი ხანია, იმ პერიოდიდან, როდესაც პატრიარქი ჯერ კიდევ სრულად ისე ახორციელებდა თავის უფლებამოვალეობას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ხო და აი ეს დღეც მოვიდა და არ ვიცი როგორ არის მზად ეკლესია ამისთვის, როგორ არის მრევლი ამისთვის მზად, მაგრამ მე ვარ ქრისტიანი, რომელსაც ჯერა რომ არა საქმე არ იქნების, რაც აღმერთსა, არა სწადდეს და იმედი მაქვს რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს ისეთი, რომელიც ეკლესიას და საქართველოს მომავალს წარადგება. ჩემთვის ყველაზე შეიძლება ერთ რამეს ვიტყვი, ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, ჩემთვის ყველაზე სიმბოლური რაც იყო, იმ დღეს ეს იყო ბართლომეოსის ყოფნა და მისი მიერ აღსრულება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისთვის წესის აგებისა, ეს იყო ჩემთვის სიმბოლო იმისი, რომ საქართველოს ეკლესია კვლავ თავისუფალი უნდა იყოს და საქართველოს ადგილი კვლავ არის ცივილიზებულ სამყაროში. დღეს ვკითხულობდი სპეციალურად მონაკვეთებს ამბროსი ხელაიას დაკრძალვის შესახებ, რას წერდა პრესა. რეალურად ვერაფერს. მხოლოდ მოიხსენიეს, რომ გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. მის დაკრძალვაზე ხალხს ეშინოდა, მისვლის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, მხოლოდ მისული ხალხით არ გამოიხატება და არ დგინდება ღვაწლი ისეთი ისტორიული ფიგურებისა, როგორიც საქართველოს პატრიარქები არიან და შესაბამისად ის ერთი ფრაზა, რომელიც მაშინდელ პრესაში გაქრთა, რომ დღეს ჩვენ საქართველოს ტანჯულს სინდის გრძალავთო, ეს იყო ყველაზე მაქსიმუმი, რაც შეძლო მაშინდელმა ქართველმა ერმა ამბროსი ხელაიასთან დაკავშირებით ეთქვა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძეს და ნებისმიერი ვინც არ უნდა ავიღოთ წარმოთქმული ნეკროლოგები არ განსაზღვრავენ პატრიარქის ღვაწლის სიდიადეს. ეს უნდა დაადასტუროს ერმა, როგორ ნამდვილად იყო თუ არა ასეთი და ეს უნდა დაადასტუროს წმინდა სინოდმა, რომელსაც ახლა ძალიან დიდი გამოცდა აქვს ჩასაბარებული. მე ასეთი პერსონიფიცირებული ურთიერთობა პატრიარქთან არ მქონია. იმიტომ იმ წლებში როცა ამასთან მქონდა შეხება, არნერი ესეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გამაჩნდა. პრინციპში არ დღეს გამოჩნია, მაგრამ მაინც. მე პირველი შეხება მქონდა მის მშობლიურ სოფელში. მე ცხოვრობდი ერთხანს მორჩილად აჩხოტის მამათა მონასტერში, რომელიც თვითონ იყო პატრიარქის სახლი, მაგრამ ხელი ჩვენთან რო იყო თქვა რომ მე სახლი რაში მჭირდება, მერად მინდა სახლიო და მონასტრად გადააკეთა, იქ ცხოვრობდი და როდესაც ის ჩამოდიოდა ხოლმე სნოში, იქ მივყვებოდი ხოლმე რამდენჯერმე ყოფილა წინამძღოლთან ერთად რაღაცა უშუალო
გარემოში. თბილისშიც ერთ-ერთი რაღაცა გარკვეული პროექტების კეთების დროს მქონდა ერთ-ერთი შეხება, რაღაცა დაგვასაჩუქრა, ერთხელ მახსოვს ფულიც მაჩუქა, რაც მას ახასიათებდა ხოლმე. ვერაფერთ მოვიფიქრე რამე გამეკეთებინა ამ ფულით და ისე მონასტერში აცინე, იმიტომ რომ რაღაცა უკან დავაბრუნე, ვერ მივხვდი რა უნდა მექნა იმ მონასტერს, რომელიც შიც ცხოვრობდი. თვითონ პატრიარქია გარდა იმისა, რაც უკვე მრავალგზის ითქვა, ყველაზე მნიშვნელოვანი მე მაინც გონია, რომ ადრევე რაღაცნაირად პატრიარქმა მოახერხა იმ სიცარიელის შევსება, რომელიც მაშინდელ საზოგადოებას ჰქონდა. განსაკუთრებით 90-იანების პერიოდში, იმ 90-იანების დეპრესიაში, რაც ჩვენ გამოვიარეთ. როდესაც რაღაცნაირად ის წყობა, ის სტრუქტურა სახელმწიფოსი, რაც იყო მაშინდელი საბჭოთა კავშირი, დაინგრა და შემდგომ სრულიად არა ნულოვანი, არამედ ბევრად უფრო უკან დახეული იყო სახელმწიფოც, საზოგადოებაც, არც ახალი სივრცე იქმნებოდა. ჩვენ მშობლებს, ახლა პატარა ვიყავი შედარებით და მშობლებს ძალიან უჭირდათ მორგება იმ ახალ ეპოქაზე, სტრესები, კაცების დიდი დეპრესია, როდესაც საბჭოთა სამუშაო დაინგრა, ასე ვთქვათ, და ძირითადად ქალების მხრებზე გადადიოდა ეგ ყველაფერი და მე მახსოვს, რომ მაშინ ეკლესიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ადამიანების დეპრესიიდან გამოყვანაში და ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობდა თვითონ პატრიარქი. და ის იყო ძალიან ენერგიული, თქვენ ალბათ ეს ხანები, ეს კადრები რო ტრიალებს ხედავთ, რომ ოფიციალური შეხვედრებიდან დაწყებული, უცხოეთ შეხვედრებით გაგრძელებული, სადღაც რომელიღაც სოფელში გამოვლელი, ორღობეში გამოვლელი ბებიას თუ პაპასთან დამდგარა, ჩამოჯდარა, თუ მანქანიდან უსაუბრია და ასე შემდეგ. ამიტომ მან მთელი ეს სიცარიელე იდეოლოგიური ცნობიერების კრიზისი, რომელიც შეიქმნა მაშინდელ ქართლში, პრაქტიკულად შეავსო ყველა ველი. ეს ჯერ კიდევ 90-იან წლებში. და ამით მოახერხა, რომ როდესაც მიხვდა ჩვენ ქვეყანა, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არის და რაც არის, ის არ ვიცით რა არის და რა იქნება და როგორც კი დაიწყო თან რაღაცა ყოველ შემთხვევაში შექმნა რაღაცა ახალი სახელმწიფოს პრინციპის, აი ამ ყველაფერში დაკვალიანების კუთხით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მანამდე საბჭოთა სივრცეში, როდესაც რაღაცა ღმერთის იდეა ჩანაცვლებული იყო საბჭოთა ბელადებით და საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ეს დარჩა ცარიელი. აბსოლუტური კრიზისი დარჩა და ვაკუუმი, არა? პატრიარქმა პრაქტიკულად შეავსო ეს ვაკუუმი და მე ხანდახან მithქვამს ხოლმე, რომ აი როგორც წარმართულ ძეგლების მერე ქრისტიანული შემოსვა დაიწყეს, ასე ვთქვათ, არა? აი წარმართულ კერპებს, რაღაცა წმინდა გიორგის ნიში უწოდეს და ასე შემდეგ. აი ასეთი სულიერი კრიზისი, შინაგანი კრიზისი თავიდან ბოლომდე შეავსო აი ეს საბჭოთა ბელადიზმი, სივრცე შეავსო პატრიარქმა ელია მეორემ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით გაძლიერდა მას იმის ფონზე, რაც ინსტიტუციურად ძალიან გაძლიერდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია როგორც ინსტიტუცია. ეს პერიოდი უკვე იყო, როდესაც მატერიალურად მაძლიერდა, ორგანიზაციულად, ადამიანური რესურსების კუთხით პრაქტიკულად თითქმის სოფელი არ დარჩა, სადაც ინსტიტუციური წარმომადგენლობა არ იყო ძალიან ბევრგან ეკლესიები, ადამიანები, ამას დაემთხვა რეგიონების მკვეთრი ჩამოცილება დედაქალაქთან, განვითარების კუთხით თავის დროზე და ერთადერთი სივრცე, რომელშიც ადამიანები საკუთარი ყოფიერების იქით მიდიოდნენ, რაღაცა განსხვავებულს ნახულობდნენ, ეს იყო ეკლესია, წირვა, სასულიერო პირებთან ურთიერთობა, ერთ-ერთი იშვიათი განსხვავებული, რადგან ისინი მსჯელობდნენ, ან ფიქრობდნენ, ამ ყველაფრის საკვებს აწვდიდა სწორედ სასულიერო სივრცე. ამიტომ ამ შემთხვევაში უკვე პრაქტიკულად ყველა ფლანგზე მატერიალურ ნაწილში, სულიერ ნაწილში, მორალურ ნაწილში, ფასეულობით ნაწილში ყველაში შეავსო პატრიარქმა და პატრიარქის, ასე ვთქვათ, მიდგომებმა ეკლესიის მეშვეობით, სასულიერო პირების მეშვეობით. აი შემდგომ უკვე იწყება კიდევ უფრო ახალი ხანა, როდესაც სასულიერო იერარქია იმდენად წინაურდება, რომ ისინი ხდებიან ბევრად უფრო ესეთი ძლიერი ძალაუფლების მქონე პირები.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს პერიოდი მოხდება თან, როდესაც ერთ ხელისუფლება მოიშორეს, მეორე მოიშორეს, საზოგადოება კონფლიქტში არის, ადამიანები იყვნენ იმასთან, რასაც თავად ქმნიდნენ. ანუ ეს ხელისუფლებებიც ჯამში ხო ჩვენი შექმნილი იყო, ასე ვთქვათ, არა? ჩვენი მოყვანილი მათი უმრავლესობა, ჩვენი მხარდაჭერა გამოყენებული, ჩვენი მსახურების, ასე ვთქვათ, ჩვენ ბევრი ადამიანი იყო მათი დაქვემდებარების და ასე შემდეგ ქვეშ. ამის ფონზე ეს ურყევობა, რომელიც არ გააჩნდა საერო ლიდერებს და ავტორიტეტი, ანუ ჩვენთან არასოდეს ერთი შემთხვევა იყო თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ჰქონდა ავტორიტეტი და შემდგომ მის მიმართაც, ასე ვთქვათ, როგორც დასრულდა ეს ნახეთ უმეტეს წილში, შემდგომ ეს იყო რაღაცა ეტაპზე ესეთი წარმოადგენა ბიძინა ივანიშვილზე და რა მდგომარეობაშია მისი რეპუტაციაც ძალიან კარგად ვიცით. გარდა იმისა, ვინც უშუალოდ სრულიად სხვა ფაქტორებით, მოტივებით, ან შიშებით, ან იმედებით, ან სარგებლობის პრინციპით უყურებდნენ აი ამ ლიდერებს. მაგრამ ამათგან განსხვავებით სასულიერო ლიდერები იყვნენ ურყევები, ყველაზე სტაბილურები. ისინი არ მათი შიდა ინტრიგები შიგნით ვერ რჩებოდა. მათი შიდა ბრძოლა შიგნით ვერ რჩებოდა. თქვენ წამედგენთ და ძალიან კარგად იცით, რომ პატრიარქი, როდესაც პატრიარქი გახდა, იქიდან მოყოლებული, მაშინდელი ძალიან მცირე ეპისკოპატის პირობებშიც კი სამტროსასწრაფო ბრძოლა წავიდა. ვინც კი იმ მაშინდელ პატრიარქს ისე არ ეპყრობოდა, როგორც ასე ვთქვათ, საჭირო თვლიდა მაშინდელი პატრიარქი. ან როდესაც ახალი ხელისუფლების ლიდერები თვლიდნენ, რომ იქ რაღაცა სხვა უნდა ყოფილიყო, ანუ პატრიარქის დღის წესრიგს და საზღვრებს შეეხნენ, როგორც იყო ვთქვათ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს, მცირე დროში რაც იყო და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს მოყვა ამ ინსტიტუციის და პატრიარქის ძალიან გაძლიერება, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად პოზიტიურ დღის წესრიგს ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ ქმნიდა. ანუ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და ადამიანები იყვნენ მუდმივად ნეგატივში, იყვნენ მუდმივად ბრძოლაში, დესტრუქციაში, წინააღმდეგობაში, მძიმევნებებში, ასე დავარქვათ და ერთადერთი პოზიტივის და იმედის სივრცე, ვინც შექმნა, ეს იყო პატრიარქი. ოღონდ ამასთან ემატება, რომ მას ხელეწიფებოდა ისეთი შესაძლებლობა, რომელიც არა მარტო რაღაცა ყოფიერებას ეხებოდა, არამედ ადამიანის ზოგად დანიშნულებას, ადამიანის იმიერ ცხოვრებას, ადამიანს თან არ დაგვავიწყდეს ომები ჩვენი ტერიტორიული ამდენი შემკვდარი დედები, ოჯახები, პრაქტიკულად ჩვენ გვახსოვს ყველას, რომ რაღაც პერიოდში ჩვენთან მარტო შავოსანი ადამიანები მოშვებული, გრძელმოწვერიანი კაცები, რომლებიც აი ამ ტრაგედიების გამო წვერს უშვებდნენ და შავოსანი ქალები დადიოდნენ. აი ამ ყველაფერში და იმდენად ძალიან მაღალი ადმინისტრირებით განვრცო, რომ დაწყებული იქით, როგორ უნდა იყოს მოსწავლე, როგორ უნდა იყოს სტუდენტი, როგორ უნდა იყოს გლეხი, რომელზე უნდა ადნენ, რა კულტურა უნდა მოიყვანონ სოფელში და დამთავრებული იმითი ადამიანის ზოგადი საზრისი რა არის, რა უნდა იკითხონ, time management-ი, დღის წესრიგი როგორი უნდა იყოს, რომელი პოლიტიკური სუბიექტი როგორ უნდა აღიქვან, როგორ უნდა ილაპარაკოს პოლიტიკოსმა, რაზე უნდა თქვას ხო, რაზე უნდა თქვას არა, კანონ პროექტი როგორ უნდა მიიღონ სოფლის მეურნეობაში, თვითმმართველობაში, არჩევნები როგორი უნდა იყოს, ფილმი რა უნდა გავიდეს და რა არ უნდა გავიდეს ლამის ამდონემდე. ანუ ყველა ის სივრცე, რომელიც ადამიანების სისუსტის გამო და ინსტიტუციური, საერო ინსტიტუციური სისუსტეების გამო დარჩენილი იყო царელი და ნაცვლად იმისა, რომ რაღაცა საძირკველი შეექმნა პოლიტიკურ ჯგუფებს, სამოქალაქო ჯგუფებს და ასე შემდეგ, იყო царელი, იმიტომ რომ ყველა კონფლიქტში იყო ყველაფერი ერთმანეთთან, ჩვენთან საზოგადოება იყო კონფლიქტის რეჟიმში მუდმივად და მარტო ამ პოლიტიკურ კონფლიქტებს არ გულისხმობ და ეს ყველაფერი შეავსო პატრიარქმა. ამიტომ მან პრაქტიკულად თითოეული მიმართულებისთვის უნიკალური ღირებულება შეიძინა. იმიტომ რომ დღის წესრიგი პრაქტიკულად პატრიარქმა განუსაზღვრა ყველას და ყველაფერს. მათ შორის პოლიტიკოსებს. განსაკუთრებით, რადგან ეს ყველაფერი იქმნებოდა პოლიტიკური ძალაუფლების კუთხით, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს. ამიტომ აი მერე უკვე როგორც კი განვითარდა საეკლესიო ძალაუფლება, უკვე წამოვიდა სერიოზული კონფლიქტი საერო, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ძალაუფლებასა და საეკლესიო ძალაუფლებას შორის. ძალაუფლება ცეზარო პაპიზმის და პაპო ცეზარიზმის
ხო, ოღონდ უფრო დახურულად თუ უფრო ფარულად თუ უფრო რბილად ხელმისაწვდომობის კუთხით. რატომ? იმიტომ რომ ხელისუფლების ერთი ნაწილი, მაგალითად, წინა ორი ხელისუფლება თუ ცდილობდა ეს დისკრედიტაცია მოეხდინა მათი გაძლიერების ხაზით, რომ ადამიანებს არ უნდა მოსწონებოდათ, რომ თქვა ხდელი ჯიპით დადის და ეს ხშირად მაგალითად ეპისკოპოსს თვითონ სახელმწიფომ დაურიგა ეს ჯიპები არ უნდა მოსწონებოდათ, რომ სოფელში ვიღაცას რომ უნდა და რაღაცა მოიყვანა, ამ დროს გადასცეს მონასტერს. აი ეს წინააღმდეგობები იწყებოდა ყველა შემთხვევაში პრაქტიკულად საეკლესიო ინსტიტუციამ გაიმარჯვა, მაგრამ ეს წინააღმდეგობები ამ ყველაფერთან დაიწყო აი იმ დროს, როდესაც რაც შეიძლება მეტი გადასცა საერო ხელისუფლებამ სასულიერო ხელისუფლებას. მატერიალურად, ხო. ანუ დისკრედიტაციის ორი სახე არსებობს, ხო, ერთი პირდაპირი კამპანია ნეგატიური და მეორე ეს არის მათი ისეთი გაძლიერება, რომ ადამიანებს მათ მიმართ ნეგატივი დაიწყოს. აი ამ წინა ორი ხელისუფლება, აი ამ ასე ვთქვათ, ბრჭყალებში პოზიტიური ფორმით ცდილობდა, პოზიტიური ქცევითი გამოხატვებით ამ დისკრედიტაციას. ბოლო ხელისუფლება ამჟამინდელი კი პირდაპირი ნეგატიური დისკრედიტაციის ხარჯზე. ამიტომ რაც უფრო გაძლიერდა და მაგრამ ჩვენ ქვეყანაში დემოკრატია ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ძალაუფლება ხო ბევრად უფრო ფართოცნება არის, ვიდრე ხელისუფლება ბუნებრივია და ქვეყანა დემოკრატიული არის მაშინ, როდესაც ძალაუფლება გადანაწილებულია ერთი ადამიანის დონეზეც კი, ადამიანთა ჯგუფების დონეზე და სახელისუფლებო ძალაუფლება არის ამ ძალაუფლების რაღაც ნაწილი. ჩვენ შემთხვევაში აკუმულირდა მთელი ეს ძალაუფლება ორ შტოზე, საეკლესიო ძალაუფლებაზე და ასე ვთქვათ, საერო სახელისუფლებო ძალაუფლების დონეზე. ამიტომ ეს კონფლიქტი იყო ძალიან აქტიური, ეს იყო მუდმივი. მას შემდეგ რაც პატრიარქს ასე ვთქვათ, ასაკი შეეპარა, ის იყო მხნედ, მაგრამ მაინც ასაკი. მე ჩემი სტუდენტობიდან მახსოვს ახალ პატრიარქს ელაპარაკი და მსჯელობა ვერსიებიც. მე ეს თემები მაშინ საერთოდ არ მაინტერესებდა, მაგრამ თავად გათვალეთ, რომ რამდენად იყო აქტიური დღესასრიგი, იმიტომ რომ ახლა კარგით ეს ჩემი პროფესიული ინტერესია და მოქალაქეობრივის, მაშინ საერთოდ არ მაღლებდა ეს ყველაფერი და კანდიდატებზე, ცვლაზე, ასე შემდეგ უკვე წამოვიდა აი ეს თემა. ყველა ის შეჯახება, რაც მოხდა საერო ხელისუფლებასა და სასულიერო ხელისუფლებას შორის, ფარული თუ ღია და აშკარა, ეს იყო სწორედ ხელისუფლების, აი ამ ორი ხელისუფლების, საეკლესიო და საერო ხელისუფლებებს შორის ძალაუფლების განაწილების ფორმა. ერთი წუთი ჩვენ რომ გარედან ესე ვთქვათ, უყურებთ მათ რევერანსებს მუდმივს და ერთმანეთის მიმართ აი ამ ფერების და ურთიერთთაყვანისცემის რეჟიმს. ხო, სინამდვილეში ეს ყველაფერი სასწაული დიდი ომის პროცესია. ეს ერთი დღე არ შენელებულა ეს ომი საეკლესიო ძალაუფლებასა და სახელისუფლებო საერო სახელისუფლებო ძალაუფლებას შორის. ახლა აი რაღაცა მეტაფორული სიმბოლო ალბათ, როგორი ვაკუუმშიც დაიწყო პატრიარქმა, პატრიარქობა, მისი გარდაცვალება ქმნის უკვე ახალ ვაკუუმს. იმიტომ რომ ვერც ერთი თუ ამ მოდელზე შეთანხმდება სინოდი, რომ თქვათ ისე არსებული მოდელით გააგრძელონ ცხოვრება, ანუ პატრიარქის შერჩევით და ასე შემდეგ, ამ მოდელში ამ პატრიარქს ვერ ექნება ვერანაირად მსგავსი ძალაუფლება, მსგავსიც კი ხო, ძალაუფლება კიდე ბევრ რამეზე იყო შეიძლება დაფუძნებული. ავტორიტეტზე ფიქსაციის ძალაუფლება ამ შემთხვევაში უფრო საგარეო, ანუ მოსახლეობაზე ორიენტირებული ძალაუფლება, შიდა ძალაუფლების კუთხით ვამბობ, იმიტომ რომ როგორც ლელა მახსენა, სინოდი უფრო იყო სიმბოლური, იმიტომ რომ გადაწყვეტილებებს მათ შორის რაც დებულებით სინოდს უნდა მიიღო, იღებდა პატრიარქი. ახლა წავა პროცესი, როდესაც სინოდის წევრები საკუთარ ძალაუფლებას უკვე მოითხოვენ ახალი პატრიარქის პირობებში. ისინი არ დაუთმობენ საკუთარ ძალაუფლებას ახალ პატრიარქს, ვინც კიდე იყოს. ამის გარდა ეს ერთი გამოწვევა ხო აქ იქნება. გარდა იმისა, ვის შეარჩევენ და როგორ შეარჩევენ, მაგრამ მეორეა ეს ეკლესიის ასე ვთქვათ გადარესტარტების რეჟიმს გავს, ხო, ამას ინსტიტუციური გადარესტარტების რეჟიმს არა, მაგრამ ამისი გაძლიერების ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იქნება საერო ძალაუფლება. იმიტომ რომ იმას, რასაც აი თქვა ბიძინა ივანიშვილის ფენომენი რაშია, ის არ არის
თანამდებობის პირი, ის სიმბოლური საპატიო ფიგურაა, ასე ვთქვათ, ხო, საპატიო თავმჯდომარე. ამიტომ მისი აქცენტები კი არ არის არც ქვეყნის მეთაურობის. მე რამდენჯერმე ჩემთვის მიფიქრია და გამკვირვებია, რომ აი მაგას ვამბობ, ანუ რა პრობლემა იქნებოდა ყოფილიყო პრეზიდენტი? არც მიჩნევიან მმართველობას გაესმებოდა ხაზი, არც აღმასრულებელი ვალდებულებები ექნებოდა, არც საკანონმდებლო, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ამ კონსტიტუციის პირობებში, იქნებოდა ძლიერი პრეზიდენტი და ვერავინ შეედავებოდა, რომ ავტორიტეტული პრეზიდენტი შეიძლება მმართველი პარტიისთვის ყოფილიყო. მაგრამ ეს მისთვის არ არის სტატუს კო მისთვის საინტერესო. ის უნდა იყოს უფრო მეტი. ამიტომ ბიზინა ივანიშვილის ფენომენი, როგორც ერის მამისკენ მიდრეკილი, ასე ვთქვათ, ერის მამობის სიმბოლოსკენ მიდრეკილი პირი ეჯახებოდა პატრიარქს და რა თქმა უნდა, ვერც ერთ შემთხვევაში ეს ჯახი საკმარისი ვერ იქნებოდა. არ არის თანაბარი წონა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოდის პატრიარქთან, მაგრამ ახლა ეს წონები უკვე აღმოჩნდება პირიქით, როგორც ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნებოდა თანაბარი წონა პატრიარქ ილია მეორესთან, ახალი პატრიარქი ყველაფერს მიუხედავად ვერ იქნება თანაბარ საზომში ბიძინა ივანიშვილთან. ამიტომ მე რასაც სულ ვამბობ, რომ თანამედროვე ქართული ძალაუფლების პრინციპი მიდის არა დიქტატზე, იმიტომ რომ დიქტატით შავლილი ეტაპია და ავტორიტარიზმის ცალკეული ეტაპები. ეს არის უკვე ტოტალიტარიზმის დამკვიდრების პროცესი. ეს ამჟამინდელი სურათი და მით უმეტეს თუ აქ ეკლესია უფრო დასუსტდება, იქნება იდეალური ლუკმა საერო ძალაუფალისათვის, ტოტალიტარისთვის, რომელსაც ეს გააძლიერებს. იმიტომ რომ საყრდენი წერტილი ჩვენ საზოგადოებამ ხო თავისუფლება ჩვენ თავისუფლების გამოცდილება პრაქტიკულად არ გვაქვს. თავისუფალი მოქალაქეობის, ნების თავისუფლების, ეს იყო თავის დროზე მონარქიული ქვეყანა, მერე საბჭოთა ტოტალიტარიზმის ქვეყანა, მერე ქონდა წინა წლებში რაღაცა მცირე ფრაგმენტები, სადაც რაღაც თავისუფლება, თურმე რომ რაღაცა თავისუფლება არსებობს, რაღაცა ელემენტარული. ეს არის, ამიტომ რადგან მოქალაქეებს საკუთარი ნების არ სჯერა, საკუთარი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული არა. პატრიარქის ერთ-ერთი უნიკალობა ზუსტად ეგ იყო. ადამიანებმა საკუთარი ნება, უფლება, თავისუფლება და ძალაუფლება ყველაფერი მისცეს პატრიარქს. ოღონდ მას აიღო პასუხისმგებლობა ყველაფერზე. ის გახადეს პასუხისმგებელი მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის ძალიან ბევრი ქადაგება ოდნავად არ გაუზიარებია არც არავის. რა ვიცი, ახლა ხელისუფლება თავს იგიჟებს, რომ პატრიარქის როგორი ჭეშმარიტი ისინი არიან შვილები და რა ვიცი მარტივ კატეგორიულ აზროვნებაზე ლაპარაკობდა 24 საათი პატრიარქი და დღეს მთლიან ხო და პლუს კატეგორიული აზროვნების მეუღებლობაზე და მის ცოდვის წილზე. ხო არა ეს რა თქმა უნდა ასე ვთქვათ გზას აძლევს იმას რომ შეავსოს უკვე რამდენად მოახერხებს ხალხს, მაგრამ ტოტალიტარმა მოირგოს უკვე ერის საყრდენს, იმიტომ რომ პატრიარქი აღარ არის და ახალი ერის საყრდენი სჭირდება, იმიტომ რომ მოქალაქე საკუთარ თავს არ აღიარებს ჩვენთან ადამიანი საკუთარ თავს, მე ვინ ვარ, მე ყველამ უნდა მოტყუოს, პატარა კაცის სინდრომი გვაქვს. კი, შეიძლება ქედმაღლები ვიყოთ, მაგრამ შინაგანად პატარა კაცის სინდრომი გვაქვს და ამიტომ ჩვენ გვჭირდება ვიღაცა, ვინც ყველაფერს მიგვეთითებს რა, როგორ და რანაირად ვაკეთოთ, რაშიც უკვე პატრიარქი მომავალ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, უკვე მომავალ ამჟამინდელში უკვე ვეღარ დაგვეხმარება და აი ეს შიგთავსი უკვე უნდა მიიღოს ტოტალიტარმა რომელმაც შებრუნებით პატრიარქს ჰქონდა საერო ძალაუფლებაც და თავისთავად სასულიეროც. ამ შემთხვევაში უკვე საერო ძალაუფლება უნდა შეითავსოს სასულიერო ძალაუფლება, რომლის მდგენელები უკვე ბოლო წლებში ჩანდა. საერთოდ მე მგონია, რომ ძალაუფლების პირამიდის თავში ყოველთვის პატრიარქი იდგა ყველა ხელისუფლების პირობებში. აი პირამიდის თავში ყოველთვის იდგა პატრიარქი. გარკვეულწილად შევერთოთ. ერთი მომენტი რაც თქვენ ორივე გაუსვით ხარ და რაც მეც აუცილებლად მინდოდა მეთქვა, ყველაზე რაც გამოჩნდა. ხო, მოდი ესე ვთქვათ, განსაკუთრებით დაკრძალვის დღეს, რაც გამოჩნდა ეს თუნდაც მიმართვა თქვენო აღმატებულება ადამიანზე, რომელიც ფორმალურად თქოს არაფერს წარმოადგენს. რაღაცნაირი შთაბეჭდილება გრჩებოდა და არ არის ეს მცდარი შთაბეჭდილება, გლოვის მისაკუთრების რა, აი ამ ყველაფრის მისაკუთრების ერთი კონკრეტული პარტიის მიერ ქართულ ცნობას გულისხმობ რა და თან ორივე თქვენ სახსენეთ აი თუნდაც
კრებსების გამოქვეყნება, თუნდაც ეს ციანიდის თემა, არც ერთ ამ თემას ქართული ოცნების ხელისუფლების გარეშე ნახდად არ ჩაუვლია რა და ასევე არა ვარ იმ ილუზიით შეპყრობილი, რომ არ ჩაერევა ან არ ეცდება ძალიან აქტიურად ჩაერევოს ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში, უბრალოდ ამ პროცესზე მინდა უფრო კონკრეტულად შევჩერდე. თქვენი აზრით მაინტერესებს როგორია თქვათ კანდიდატურების, ხალხო კანდიდატურების შანსები, როგორც მე ვიცი, მარტო შიო არ იქნება ამ შემთხვევაში კანდიდატი და როგორ წარმოიდგენიათ მთელი ეს პროცესი, ანუ რა შიდა დინებებია და ასე შემდეგ. ხო, რა ვიცი, არჩევის წესი კათოლიკოს პატრიარქის არ შეცვლილა, იგივეა როგორითაც რაოდენობა შეიცვალა, ეპისკოპოსების რაოდენობა შეიცვალა, რასაკვირველია, თორე წესი ბუნებრივია იგივე დარჩა. მაშინაც იყო იმაზე საუბარი, რომ ანდერძი არსებობდა და გაქრა, ახლაც არის საუბარი იმაზე, რომ რაღაც ანდერძი არის და 15 სეიფში უნდა იპოვონ, თუმცა მე პირადად მგონია, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს. ის რომ პატრიარქმა სიცოცხლეშივე მოსაყდრეთ დაასახელა 2017 წელს ხო გიორგობას მეუფე შიო და მართლა არავინ არ იცოდა. ეს არის სრულად განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც არც იმითი განისაზღვრება ეკლესიის მართვა გამგეობის დებულებით და კანონიკური სამართლისთვის არის გარკვეული კაზუისტიკა, მე დამეთანხმება არჩილი და იმდენად უცნაურ ვითარებაში მოხდა ეს ყველაფერი, რომ პატრიარქი იმყოფებოდა როგორც მე ვიცი და რა ინფორმაციაც მაქვს მცხეთაში და იმ ბრძანებას, რომელიც პატრიარქის ხელით არის დაწერილი, ძველი ბეჭედი არტყია. მე უბრალოდ სინოდმა დაამოწმა ეს თორე პირველ ბრძანებას ის ბეჭედი აქვს დასმული, რომელიც უკვე აღარ გამოიყენებოდა. პატრიარქისა. ანუ ეს მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ ეს მოხდა ფორსირებულ უცნაურ ვითარებაში. არა, მე ვამბობ შემდეგარ ფაქტს და ამას რომ კითხვა მოყოლოდა და კითხვები გაჩენოდა, ხო, სრულად ბუნებრივი იყო. თუ კი ეს იყო პატრიარქის კარგახნის ნაფიქრი, დაუშვათ დიდი ხნის წინ მომზადებული გადაწყვეტილება, მაშინ რატომ მცხეთაში ის ბეჭედი გამოიყენა, რომელიც მცხეთაში იყო იქ მონასტერში. ძველი. და არა დაუშვათ საპატრიარქო რეზიდენციაში, სადაც იმყოფებოდა და სადაც ნორმალური დაუშვათ მოქმედი ბეჭედიც იდო. არა, რაღაცა კითხვები ამასთან დაკავშირებით არსებობს. ახლა აქ ერთ ჩართვას გავაკეთებ, სხვათა შორის მე მგონი არ ვიცი, ვიღაცა ძალიან ცდილობს, რომ მეუფე შიოს ხელი შეუშალოს, იმიტომ რომ ალფეების გუშინ პატრიარქის დაკრძალვაზე ჩამოსვლა იმ ალფეებისა, რომელსაც უკავშირებენ. ეს არის ილარიონ ალფეევი უნგრეთში წლებს ოღონდ ილარიონი გახვეულია სოდომიტურ სკანდალში. ძალიან ცუდში. ხო, ძალიან ცუდში და რუსეთის ეკლესიის მიერ მას შეჩერებული აქვს გუნდმოქმედება და სწორედ მის სახელს უკავშირდება რაღაცნაირად აი ეს პატრიარქის ბრძანება, რომელიც ესე ცოტა უცნაურად გამოიყურება კანონიკური სამართლის თვალსაზრისითაც კაზუისტიკა, უბრალოდ წმინდა ტექნიკური აღსრულების თვალსაზრისითაც უცნაურია, ხო, ძველი ბეჭდით იყო ის ბრძანება. და ასე შემდეგ მას დაუკავშირა ყოველ შემთხვევაში ინფორმირებულმა საზოგადოებამ, რომ ალფეევმა ჩამოიტანა, ასე ვთქვათ, ეს სურვილი მითითება, რაც გინდათ ის დაარქვით. ეხლა ახორციელებს და თუ არა პერიოდულად რუსეთის მართლმადიდებელი საპატრიარქო წნეხს საქართველოს საპატრიარქოზე, დიახ, პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ახორციელებდა, ამისი ბერკეტები არსებობს, განხორციელების მექანიზმები არსებობს.
და ვარ მთელ რიგ შემთხვევებში ამისი მომსწრე და ახლა როგორც არ უნდა გამლანძღონ მეუფე შიოს მომხრე ტროლებმა ამას ვერაფერს ვერ მოუხერხებენ იმიტომ რომ რეალობა მოცემულობა შემდგარი ფაქტებია რაზედაც ვსაუბრობ ხო ამიტომ ეხა ამ თვალსაზრისით გვაქვს ეს ცოტა უცნაური ვითარება საერთოდ არ მინდა შევეხო მეუფე შიოს პერსონას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ რომ რამე ნეგატიური ვთქვა ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ის ერთადერთია ვიზედაც შეიძლება რუსული გავლენები ვრცელდებოდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში არ არის ერთადერთი შეგვიძლია ვთქვა დადასტურებით არჩილ და ნუ დავაბრალებთ იმას რომ ის არის მარტო რომელზედაც ვრცელდება რუსეთის ეკლესიის მარტივად იქნებოდა სურათი ხო ძალიან მარტივი იქნებოდა სურათი არ არის ასე შესაძლებელია ხელისუფლების და რუსეთის პოლიტიკის, რომლის განმახორციელებელი არის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია ამ სფეროში, რასაკვირველია. მცდელობა, რომ შიოზე აქცენტირებით, რომ შიო არის პრორუსი მეუფე შიო, უფრო რუსული პროექტი შემოგვეპაროს, შესაძლებელია ნამდვილად. ამ საფრთხის წინაშეც დგავართ. მე არ ვიცი რას ემსახურება ამ წუთში ის თავაწყვეტილი პროპაგანდა, რასაც ხელისუფლება მოსაყდრესთან დაკავშირებით აკეთებს, იმიტომ რომ საკმარისია საპატრიარქოს თემას შეეხო, საერთოდ არ ვახსენებ მეუფე შიოს და იმ წუთში იწყება თავდასხმები. პატრიარქს უნდოდა და მაინც მამა შიო იქნება, ისა რა ქვია, პატრიარქი. ანუ ეს არის რაღაცა ეს არ არის მეუფე შიოს მომხრეთა შემოსევა რეალურად, რომელთაც ის მაინც ეცოდინებოდა, რომ მოსაყდრე არ შეიძლება იყოს მამა შიო და უნდა იყოს ეპისკოპოსი, ანუ მეუფე. ეს გავს სახელისუფლებო პროპაგანდის ნაწილს და რა აქვს ხელისუფლებას განზრახული, არ ვიცი, იმიტომ რომ ასე მევხედავ, რომ ძალიან აზიანებენ შიო მუჯირის პერსონას ამ ფორმით და თუ ეს შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ აზიანებენ თავიანთ გადასახედიდან? შეიძლება, არ გამოვრიცხავ, მაგრამ რეალურად ამითი მხოლოდ ზიანდება და არა აი უმნიშვნელო ბენეფიტსაც ვერ მიიღებს. აი უმნიშვნელო ბენეფიტსაც, იმიტომ რომ ნეიტრალურ ადამიანებს დღეს ერთმა მითხრა, რომ მე არ მაქვს ამ საკითხებზე საუბრის უფლება, იმიტომ რომ იცი რომელ პარტიას წარმოადგენო, არა ვარ პარტიული, მე წარმოვადგენ საკუთარ თავს და მგონია რომ საქართველოს ეკლესიას და როგორც ერთ ადამიანს, რომელიც თავს მოიაზრებს ეკლესიის წევრად, ნამდვილად მაქვს უფლება ვილაპარაკო ამ საკითხებზე, ეს უფლება მაქვს მონიჭებული ხუთისგან და ეს უფლება მაქვს მონიჭებული მათ შორის საეკლესიო კანონიკითაც. რასაკვირველია, მე არ მივიღებ მონაწილეობას იმ არჩევნებში და ამას გარკვეული ფორმატი განსაზღვრავს, მაგრამ ის რომ საზოგადოებრივი აზრი შექმნაში მონაწილეობა მივიღო, რასაკვირველია, ამის უფლება მაქვს ნამდვილად ცნობისთვის ხელისუფლებისა და ამას გავაგრძელებ კიდეც. არ ვიცით, წინ ხიფათები ბევრი გველის. ნამდვილად ასეა. არ არის ის თემა, რომ მარტო ხო, რომ ცალსახად მზად არის წმინდა სინოდი თანამოსაყდრე მუჯირის მხარდასაჭერად, თან გარდა მაგისა არის არც არაფერი ავალდებულებთ მათ ამას. მათ შორის არც პატრიარქის დამოკიდებულება და რატომ? იმიტომ რომ მე მახსოვს და არჩილ ჩვენ გადაცემებში ხშირად გვილაპარაკია ამაზე, უშუალოდ მე და შენ ამ თემასთან დაკავშირებით, ოპონენტებიც ყოლია ხოლმე ეთერში და მე დაბეჯითებით ვამტკიცებდი და დღესაც იგივეს ვამბობ, რომ როდესაც მეუფე შიოზე, როგორც პრორუსზე, როგორც ალფეევის, ასე ვთქვათ,
პროექტზე დაიწყო საუბარი და საკმაოდ ზოგჯერ სამართლიანი და ბევრჯერ უსამართლო დამოკიდებულებას გამჟღავნებულა საჯაროდ შიო მუჯირის მიმართ მე არ მაგონდება ერთი ფრაზა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა მაშინ ჯერ კიდევ შეეძლო ამის გაკეთება რომ მას დაეცვა მოსაყდრე და ის თავისი განცხადება ან ერთი სიტყვით მაინც ეთქვა რომ ჩემი რჩეულია და ეს მინდა როდესაც ჩვენ კითხვებს ვსვავდით იგივე ალფეებთან დაკავშირებით იგივე კანონიკური სამართლის კაზუისტიკის გარშემო რატო გააკეთა პატრიარქმა ეს იგივე იმ აღსრულების უცნაურ მეთოდზე ხო ბეჭდის დასმაზე არასოდეს საზოგადოებაში დასმული ამ კითხვებისთვის პატრიარქს პასუხი არ გაუწია. მას შეეძლო პასუხი გაეცა. მე ვიცი, როგორ ყოველთვის ცდილობდა ის, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა რაღაც საკითხთან დაკავშირებით, მას თავისი აზრი აუცილებლად გამოეთქვა. რადგან ხო, ამიტომ ვამბობ მე, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ახლა გონიათ, რომ ვინმე აკნინებს წმინდა სინოდში მეუფე შიოს, როდესაც ამბობენ, რომ არა, ბატონო, ეს ჩვენ არ გვავალდებულებს, რომ მაინც და მაინც მას უყაროთ კენჭი, იმიტომ რომ სხვა რამეს ამბობს კანონიკური სამართალი, სხვა რამეს ამბობს პატრიარქის არჩევის, გამორჩევის წესები, გონიათ, რომ ეს რაღაცა მტრული დამოკიდებულებაა და ვინმე პატრიარქს პატივს არცემს. არა, ნამდვილად არ არის ასე. პატრიარქს არ დაუსახელებია როგორც მემკვიდრე ის, არც ერთ შემთხვევაში. პატრიარქის სურვილი რეს რომ ყოფილიყო, აბას ის აუცილებლად მოახერხებდა და იტყოდა, მან გამოაცხადა თანამოსაყდრეთ, რაც ნიშნავდა იმას, მოიაზრებოდა და ასე იცოდა მთელმა სინოდმა, რომ ის უნდა დახმარებოდა მცხეთა თბილისის ეპარქიის გარკვეული საქმეების, ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტაში, პატრიარქი მხცოვანი იყო. ბოლოს და ბოლოს მას ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ის რომ დაენახა შიო მუჯირი ტახტის მემკვიდრედ, დაეწერა განცხადება და გადამდგარიყო და ამით მორჩებოდა რასაკვირველია საკითხი. რადგან პატრიარქმა ეს არ გააკეთა, რადგან პატრიარქი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს და ეხლა მე მგონი, არ ვიცი, ტყუილად ეძებენ მგონია ანდერც, არაფერი რომ ჩემი რჩეულია შიო მუჯირი ბუნებრივია საქართველოს სინოდი იმოქმედებს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი იმოქმედებს ისე რის ვალდებულებასაც მათ აკისრებს მართვა გამგეობა და კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ იმასთან დაკავშირებით მოსაყდრესთან დაკავშირებით თავად ახლა ამ სინოდზე ასეთი რამ, არჩილ თქვენც გთხოვთ, რომ დამიდასტუროთ, შეიძლება მე ვცდები, რომ მოსაყდრეს თანამართველი დაუწესა თან ორი სინოდმა, უპირატესი დიპტიხით ანანია ჯაფარიძე და ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე. ანუ წმინდა სინოდმა, რომ ვიყოთ ბოლომდე, ასე ვთქვათ, მართლები და ვთქვათ, რაც მოხდა უკვე დამგრძალავი კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებიც კი არ დაუტოვეს მარტო შესასრულებლად, იქაც დაუნიშნეს ორი თანამმართველი. ეს არის დამოკიდებულება, ეხლა ვინმეს მოსწონს ეს არ მოსწონს, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა და საერთოდ ისე მინდა ადამიანებს ახსოვდეთ, რომ სინოდის გადაწყვეტილებებში მართლა უნდა ერეოდეს, თუ კი ეკლესიაზე ჩვენ ვლაპარაკობთ როგორც სულიერ ინსტიტუციაზე და თლად პოლიტიკურ დატვირთვას არ ვაძლევთ მას, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ დიახ სინოდის წევრების გადაწყვეტილებაზე უნდა სულიწმინდის გავლენა სულიწმინდა მოახდინოს გავლენა და ასე მიიღონ გადაწყვეტილება, თუნდაც მეუფე შიო აირჩიონ, არ აქვს მნიშვნელობა. მე ორიოდე საკითხი შევეხები. პირველი მიტროპოლიტ შიოს გამორჩევის შესაძლო, ასე ვთქვათ, ფაქტორს.
მიუხედავად იმისა, რომ მე პრაქტიკულად ძალიან ცოტა ან თითქმის არავინ მეთანხმება აი ამ ეგრეთ წოდებული ციანიდის სკანდალის თემაში, იქ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი დინება იყო, თორემ მე დღემდე აი წლები გავიდა და დღემდე რჩება რწმენა, რომ მაშინ იყო რბილად რომ თქვა საშიშროება პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის, რასაც მაშინ ვამბობდი, იგივე მჯერა დღეს. ოღონდ ამ ყველაფრის დინებები სად იყო, ეს უკვე დავანებოთ ამ დინებებს თავი. ამითი ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც მე ვთვლი, რომ 2017 წელს სრულიად არა კონტექსტუალურად ზოგადად შეირჩა თანამოსახდრე, ანუ რატომ სჭირდებოდა თანამოსახდრე. ლელა მახსენა რომ თქვა რაღაცა გარკვეულ ფუნქციების დახმარებაში, ხო, მაგრამ მიტროპოლიტი იყო ქორეპისკოპოსი, რომელსაც ამ სტატუსის ქვეშაც შეიძლებოდა მსგავსი საქმიანობა. პირადად ჩემი ახსნა იყო ის, მათ შორის ძველი ბეჭდით დაწერა, მათ შორის ის ბეჭედის დარტყმა, მათ შორის ის როგორი ხელით არის აკანკალებული ხელით დაწერილი და ის რომ ჩემეული ახსნა არის რომ პატრიარქმა სასიცოცხლო რისკები რომ შეიგრძნოს სასწრაფოდ, ანუ მეთელი ეს სასიცოცხლო რისკები იმ წუთში ერთ-ერთი ფაქტორი იყო, ვის დაასახელებდა, რას დაასახელებდა, რა ხმა იქნებოდა და ვინ იქნებოდა ეს ვიღაცა. ამისი ინტრიგა, მოსახდრის ფაქტორი. ამიტომ აი ეს რისკის ეს ნაწილი ჩემი ახსნით მოიშორა, იმით რომ დანიშნა ეს თანამოსახდრე და ინტრიგა ამ ყველაფერში დაასრულა. მაგრამ როგორ დანიშნა? სამი ქორეპისკოპოსიდან ერთი იყო საფინანსო რაღაცა მიმართულებით, რომელიც ამ ნაწილში ვერ მიიღებდა მონაწილეობას, მეორე ხელისუფლებასთან ურთიერთობით და რაღაცა ამ კუთხით, ამიტომ ასე ვთქვათ, პირველივე ქორეპისკოპოსი დანიშნა. მე მგონი იაკობი უკვე აღარ იყო ქორეპისკოპოსი. იმ პერიოდში აღარ იყო, ხო, ბოდიში. ანუ ორი ქორეპისკოპოსი იყო დარჩენილი, მიტროპოლიტი შიო და მიტროპოლიტი თეოდორე. პირველივე ქორეპისკოპოსი დანიშნა პატრიარქმა, რომელშიც ამ გამორჩევაში რაიმე პერსონალური ფაქტორი კი არა, აი უბრალოდ პირველივე ნომერი ვინც კი ხელთ ხვდა, ის დანიშნა. გამოარჩია. ამას გარდა პატრიარქს გარდა იმისა, რაც ლელამ თქვა, რომ შეეძლო თუ კი ეს კომისი რჩეული და ის ხედავდა მას პატრიარქად, გადამდგარიყო და მისი სიცოცხლის ქვეშ როცა პატრიარქი ფუნქციური იყო, ვერავინ ვერ გასცემდა ხმას ისე როგორც პატრიარქს არენდომებოდა. თუ პატრიარქს უნდა ყველაზე ბუნებრივი და ლოგიკური რაღაცა, რასაც თქვენ ორივენი ეგ ერთი პატრიარქი ილია მეორე აუცილებლად პრაქტიკულად გარანტირებულად გასცემდა ამ ასე ვთქვათ პატრიარქის სტატუსს შიოსათვის. მეორე ჩვენ წმინდა სინოდს მინიმუმ 5 თუ 6 ეპისკოპოსი აკლია. ანუ ეპარქიების რაოდენობის მიხედვით. ხო. დაქროებული, რომელიც გაერთიანებულია და ასე შემდეგ. ეს 5 თუ 6 გავითვალისწინოთ, რომ არჩევნებში არის შესაბამისად ხმა. და პრაქტიკულად პატრიარქმა მიტროპოლიტ შიოს არც იმის საშუალება არ მისცა, რომ საკუთარი კადრები მოეყვანა ეპისკოპატში, რომელშიც ეს 5-6 ხმა დამატებით ექნებოდა. ამას გარდა თქვენ ვერ იპოვნით ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც პატრიარქმა რაიმე კონკრეტული განსაკუთრებულობა გამოხატა მისი მიმართ. აქვე შეგახსენებთ, როგორი ოდიოზურიც გინა ყოფილიყო პირები, ვისაც პატრიარქი თვლიდა, მთელი ნახევარქვეყანა რომ გადაკეტებული იყო ვიღაცა სასულიერო პირზე, შეიძლება ის დაეჯილდოებინა იქით. ანუ პატრიარქი ვისაც ხედავდა დადებითად, გარემო აზრი მასზე არ მოქმედებდა, ის კბილებით იცავდა იმას, ვისაც თვლიდა, რომ უნდა დაიცვა, მისი მხარეც უნდა დაეჭირა. ამას გარდა მეორე ნაწილი ეს არის შიდა ურთიერთობების მართვა. პატრიარქმა აბსოლუტურად მიზანმიმართულად არ მოინდომა, რომ ასე ვთქვათ, ეპისკოპოსები ჩაეყენებინა შიოს სამსახურში. რისი რესურსიც მას ჰქონდა? შიომ ერთადერთ მიტროპოლიტმა შიომ გააკეთა სინოდალური კომისია, რამოდენიმე სასულიერო პირით, რომელთაც ჩაანაცვლა რაღაც ეტაპზე სინოდი, მაგრამ იმის იქით მისი ავტორიტეტი 9 წელი გავიდა. სინოდიც კი არ მოწვეულა ამდენი. სინოდიც ერთხელ იყო რომ ასე ვთქვათ გააფორმა ეს ასე ვთქვათ თანამოსაყდრედ, მაშინ, მაგრამ ურთიერთობების დონეზეც კი არაფერი გააკეთა. ახლა ეს ყველაფერი ბევრი ვარიაცია ხომ, მაგალითად თანამწირველობის ნაწილი, მაგალითად ერთობლივი პროექტების ნაწილი, შიდა ურთიერთობების აპოლოგეტობა ვიღაცა შეაქებს, ვიღაცა ამ ყველაფრამდე სანამ პატრიარქის
ბევრად უფრო უკეთესად იყო. ანუ მან ამისთვის არაფერ არ ჩათვალა საჭიროდ უბრალოდ. შეეძლო შიოს გაეკეთებინა. როდის გიხდი, ერთი სადღესასწაულო წირვა მახსოვს, როდესაც პატრიარქმა სვეტიცხოველში წირა და იქაც არ ყოლია თანამოსწირველად მეუფემ სამებაში წირავდა. ეს დეტალები ხაზგასმა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ პირადად ჩემი ახსნით, არც პოზიტიურ კონტექსტს არ ვამბობ მიტროპოლიტზე, რაც ნეგატიურს, აი, ვინც გინდა ყოფილიყო აი ამ მოცემულობაში, ეს იყო წმინდა ტექნიკური და არა გამორჩევითი გადაწყვეტა. გამორჩევითი გადაწყვეტის დროს პატრიარქის როლი იქნებოდა აბსოლუტურად განსხვავებული. ეს იყო ტექნიკური. პირველივე ქორეპისკოპოსი გამოარჩია, თავის სიცოცხლე დაიზღვია ამ კუთხით და შეეშვა ამ პროცესს. ახლა რაც შეეხება სხვა დანარჩენს, მიტროპოლიტი შიოს მხარდაჭერის დონე არის დავიწყოთ ელემენტარულად როგორ განაწილდა ხმები პატრიარქის სამუდამო განსასვენებელთან მიმართებაში. პირობით პროპორცია ეს არის ისეთი სუბუქი როგორ არის მძიმე, მაგრამ ანუ ამ კუთხით, ურთიერთობების კუთხით. თემა რომ მინიმუმ ამ საკითხზე შიოს მხარდამჭერები, მიტროპოლიტის შიოს მხარდამჭერები არც ერთ შემთხვევაში არ დაიხევდნენ უკან და ამით აჩვენებდნენ მიტროპოლიტის შიოს იდეის ძალას, რომ მაგალითად შეიძლება ყოლოდა 25 ხმა პირობით, ან 30, ან 38 მოქმედი ეპისკოპოსიდან. მან ამ იდეამ გაიმარჯვა ერთი ხმით 14-15-ზე. იყო ასეთი გადანაწილება. შესაბამისად, ახლა ამ ყველაფერს რატო ხდება ის კამპანია, რაზედაც ხლა ლელა ლაპარაკობდა და მეც მოვყევი ამ იმაში, რა ქვია, ლანძღვაგინების კორიანტელში. Facebook ზერაც დაწერე იმის გამო სარეკლამო. სხვათა შორის მე არ ვამბობ რომ მის მიმართ ნეგატივი მაქვს, ან მის მიმართ პოზიტივი, მაგრამ მის მიმართ თუ პოზიტივი რომ ქონოდა, მაინც იგი უნდა გამეკეთებინა. იმიტომ რომ ეს იმდენად ცუდი არაეთიკური გზა იყო, რაც დავინახე და ეს არის ადმინისტრირებული ვიღაცამ თქვა, კი, ნებისმიერ შეიძლება, რა ვიცი, მე შეიძლება დავდო რომელიმე ჩემი საყვარელი ეპისკოპოსის ფოტო ხვალ და დავწერო რომ ეს მინდა პატრიარქად, მაგრამ რაღაც ძალიან ხელოვნურად მოხდა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში. უფრო მეტი და ახლა ეგ ყველაფერი ჩემ პროფესიის ნაწილი არის ინფორმაციის ადმინისტრირება. ნახეთ როგორი კონცეფცია მიტროპოლიტის შიოს ადამიანურ მხარე, როცა სულ იღება, იმიტომ რომ მიტროპოლიტის შიო ზოგადად იშვიათად იღიმება და ეს კადრები, რგოლები, სადაც ის სულ იღიმება. მისი პატრიარქის რჩეულობის შესახებ კონცეფტი, სადაც იქ ინტერვიუ ჩაწერა პატრიარქთან, იქ სუსტილობენ რაღაცა თქვან და ასე შემდეგ. მესამე ეს არის ხალხის რჩეულობის კონცეფტი და ხელისუფლების ივანიშვილის რჩეულობის კონცეფტი. ეს შემთხვევითი არა. შემთხვევითი რაოდენობა გაიზარდა რაღაც ექსპონენციურად. ახლა შეიძლება დავსვათ შეკითხვა, რატომ? იმიტომ რომ რაშუაში ახლა ჩვენ და ხალხი რას იფიქრებს, მაშინ როდესაც მღვდელმთავრები ირჩევენ. ეგ არის განსხვავება 77 წლისგან, რომ თანამედროვე მიუხედავად რომ ეს ყველაფერი მღვდელმთავრებმა უნდა გადაწყვიტონ, ყოველ შემთხვევაში მათი ხელით უნდა შესრულდეს ეს არჩევანი, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო ფაქტორები, რა თქმა უნდა, არის, იმიტომ რომ მღვდელმთავრები სოციუმის ნაწილები არიან და იმათაც უნდა იმიჯი, რეპუტაცია, სტაბილურობა, კარგად ყოფნა და ასე შემდეგ. თავიანთი ზოგს ბიზნეს ინტერესი აქვს, ზოგს სამიწარმეო სხვა და ასე შემდეგ. და ეს არის საზოგადოების ზეწოლის ცდელობა. მთელი აქ უკვე პროპაგანდისტული პარადიგმები არის, როგორ ანუ ხალხი, როგორც ახლა თქვა, ვერ ერკვევა ელემენტარულ რაღაცებში. ხა ეს ძალიან ელემენტარულია, რომ ეპისკოპოს მიტროპოლიტს არ უწოდო მამა, ეს დამაკნინებელია ძალიან. განემიტომ რომ ხა მღვდელი ან ბერი ზოგადად ვინმეზე დაბალად გას, რა თქმა უნდა, არა, პირველ რიგში ეპისკოპოსიც ბერია, მაგრამ ამხელა ტიტულის მქონე მიტროპოლიტს მამა უწოდო, მე არ ვიცი ასეთი შეურაცხყოფელი, იმიტომ რომ მთელი მისი ტიტულის, მისი ჯილდოსი, იმიტომ რომ მიტროპოლიტობა ჩვენთან ამ შემთხვევაში ჯილდოს ფუნქციას ატარებს, არის დანგრევა. და როდესაც აი ამ კამპანიას აქვს რომ ეს ფაქტორი რომ შექმნა სრულწარმოდგენა საზოგადოების რჩეულობის შესახებ გაითვალისწინონ ვინ მღვდელმთავრებმა ხელისუფლების წარმომადგენლების ფაქტორი რომ ის არის სახელმწიფო კანდიდატი იმიტომ რომ მე ეს უფრო მცდელობა მქონდა გარდა ჩემი აზრის გამოხატვისა დავაკვირდი უკუკავშირს და ვინ იყო და მათი უმრავლესობა ვინც კი რამეს აკომენტარებდა იყო მართველი ძალის წარმომადგენელი. ამიტომაც ეს არის მნიშვნელოვანი. აქ უნდა გაისვას ხაზი, რომ ხალხის რჩეული მართველი ძალის ბიზნეს რჩეული. ახლა თქვათაშორის ძალიან საინტერესოა. ჩემი პირადი ახსნით ბიზნა ივანიშვილისთვის შიო მიტროპოლიტი შიო როგორც პირი, რომელიც მოდი ასე დავარქვათ, აღიმეფა
აღიქმება სრულფასოვან რუსულ პროექტად. შეიძლება ეს ასე არა, მე იმიტომ ვამბობ, რომ აღიქმება. ან ისე რა დოზით არის, ან ასე, ან ისე, იმიტომ რომ რისი დასაბუთებაც მე დაზუსტებით არ შემიძლია, რა თქმა უნდა, იმას მხოლოდ ჰიპოთეტურად გამოვხატავ. კალფეების თემა. კი, მაგრამ აი, ჩემ თავს არ მიცემ უფლებას, რომ მას დავარქვა ამ კუთხით ასე სახელი. ხო. ამიტომ თუ ის აღიქმება როგორც რუსული პროექტი, ეს მისი არჩევანი აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად რუსულ გზას მიდის. მაგრამ ახლა გჭდება კითხვა, ეს ასე ურჩევნია თუ არა ივანიშვილს? ახლა ადამიანი, რომელიც ასე თუ ისე ახლა კი რუსული პოლიტიკის წილი დღითი დღემდე იზრდება ჩვენთან, მაგრამ იქ მაინც ცდილობს, ახლა ვეღარ, მაგრამ ირანთან ცდილობდა, ჩინეთს აღარ აინტერესებს, მაგრამ მაინც ცდილობს, დღემდე ცდილობს ამერიკასთან, ევროპის სამ სახელმწიფოსთან, რომელიც შეიძლება რაღაცა უნისონში მოვიდეს. ანუ აი ესე რომ ვთქვათ, რომ ივანიშვილს ახლა აწყობს ჩანდეს როგორც ესე პრიმიტიულად რუსული თარგი, რა არის არ ვამბობ. უბრალოდ ევროპის სახელმწიფოები რუსულ თარგად მოჩანა. კი, მაგრამ მაინც ჩვენთან პოზიციონირდება, მაინც ევროპის სახელმწიფოები არიან. გინდა ისე ვთქვათ, გინდა ასე ევროკავშირის ქვეყნები არიან, მორჩა. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს ასეთი ვერსია არ უნდა აწყობდეს, მას უნდა აწყობდეს ბევრად უფრო ნეიტრალური, რომელიც არ იქნება ანტირუსული პროექტი პატრიარქობის, მაგრამ არც ასეთი კონცენტრირებული პროექტი არ იქნება. ამიტომ მე თუ ამაზე ბატონი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, ალბათ უნდა ჩამოყალიბდეს იმაზე, რომ ვინც აღიქმება ასეთ კონცენტრირებულად რუსულ ვერსიად, ის მას არ სჭირდება, იმიტომ რომ თვითონ რასაც ცდილობს, რას აკეთებს კიდევ ერთხელ ხაზს ვამ, სხვა საქმეა. რას ცდილობს, რის ჩვენებას, რა აღქმების შექმნას ცდილობს, ხო, ევროპა ხო უნდა გამოასწოროს, ხო, ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა ხო ამაზეა, რომ ეს ევროპა არა ევროპული თორე, ჩვენ ვცდილობთ ევროპის შექმნას. კობახიძე დაალაგებს ევროპას, ასე ვთქვათ, მომავალში. ამიტომ ამ კუთხით მასაც არ უნდა სჭირდებოდეს რისი კვანძებით შესაძლოა, თუ ივანიშვილი ჩამოყალიბებულია ან ჩამოყალიბდება, რა თქმა უნდა, ეს კვანძები უფრო მარტივად გაიხსნება. ამიტომაც ახლა რაც შეეხება სხვა დანარჩენს, რა თქმა უნდა, ასე მე უსამართლოდ მიმაჩნია, რომ მართლაც მხოლოდ მიტროპოლიტ შიოზეღოს უბრალოდ ის თავისთავად გამოხატავს ამ ინტერესს, იღწოდა, მან პრაქტიკულად უზურპაცია მოახდინა მცხეთა თბილისის ეპარქიის, ძალიან ბევრი უხერხულობა შექმნა, მაგალითად მე რაც მახსოვს, გარდა სასულიერო პირების ჩევილებისა, რომლებიც ძალიან ბევრი მაქვს მოსმენილი, ძალიან ფრთხილი მიმართულებებით, უბრალოდ ჩემი წმინდა საქმიანობრივი თვალსაზრისით, მე სასულიერო პირები ვეღარ მომყავდა გადაცემაში, იმიტომ რომ მიტროპოლიტმა შიომ და დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აუკრძალეს მათ თავიანთ ტერიტორიაზე, ჩვენ ტელევიზიასაც მუშაობდი, აღიქმებოდა როგორც მათი ტერიტორია, თქვენიც. რადგან ეს არის თბილისის ტერიტორია, ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე სასულიერო პირები ჩვენებათვის გარეშე არ გავლენ. მე ასეთი რამის გამოცდილება არ მქონია. ფილმებში ნანახი მაქვს. აი განგსტერულ ფილმებში მაქვს ნანახი მაფიოზებზე, რომლებიც თვლიდნენ, რომ ტერიტორია მათი საკუთრება იყო. დაახლოებით ასეთი რაღაცა, რომ რამდენიმე სასულიერო პირს ძალიან სერიოზულად დაიმუქრნენ იმ შემთხვევაში თუ მოვიდნენ. ახლა მე არ მქონია არაფერი ანტიეკლესიური, ლელა მაინც იცის, მსჯელობითი გადაცემა მქონდა ანალიტიკური და საერთოდ კიდეც გამოკვირდა რატო ქონდა ეგ ფასი ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არის ის ფაქტი, რომელიც როგორც ფაქტი შემიძლია ვთქვა, დანარჩენი რაც მე მომისმენია მათი ჩართულობის, სხვადასხვა მიმართულებით და უცნაური ჩართულობის, კიდევ ცალკე თემა არის. ამიტომ აი ეს ფაქტორი რომ უზურპირდა, იმიტომ რომ მას არ ქონდა ის უფლებები, ანუ ის პატრიარქის როლს ითავსებდა. უბრალოდ დაბალი რეპუტაციის გამო სინოდალურმა კომისიამ, რაღაცა სასამართლო ზნეობრივმა კომისიამ და აი ესე ვთქვათ რაღაცა მინიატიურების შექმნა თავის გარშემო და იმის იქით ეს ყველაფერი ვეღარ გავრცელდა. სხვა ეპისკოპოსების შემთხვევაშიც იქ რა თქმა უნდა პატრიარქმა სხვათა შორის ძალიან ფრთხილად გააკეთა, რომ ნაცვლად იმისა, რაც მის დროს იყო 7 წევრი იყო, ხო, მაშინ ეპისკოპოსების და ამიტომ რაღაცა მართვადობა იმ 7 წევრში უფრო შესაძლებელი იყო მაშინდელი პატრიარქის შერჩევისას. ეს 39 წევრში, რა თქმა უნდა, ასეთი მარტივი არ არის და მე არ მაქვს წარმოდგენა, რომ აი ესეა რაიმეა გადაწყვეტილი, იმიტომ რომ 39-მა მღვდელმთავარმა რაღაცას უნდა მოაწეროს ხელი. უნდათ თუ არ უნდათ საზოგადოებრივი ანგარიშგების რაღაცა გარკვეული დონე არის ჩვენთან, მაშინდელი ეპოქისგან განსხვავებით და ამიტომაც მათ რაღაცა მოუწევთ ახსნა, შეიძლება ეს ხმა იყოს დამალული ბუნებრივია, მაგრამ ახსნა იმისა, ვინ რა პოზიციას იკავებს. მაგალითად ახლა
მეუფე ანტონმა პირდაპირ თქვა ამ პატრიარქის განსასვენებელთან დაკავშირებით, რომ რას ფიქრობდა როგორ და ის საკმაოდ კაფიოდ შეეწინააღმდეგა მიტროპოლიტის შიოს ხედვას, ხომ? აი ის რაც იყო 2 დღის წინ. შესაბამისად, ეს პროცესი ასე მარტივი არ არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მაქსიმალურად ჩაერევა ახლა იმისი გულუბრყვილობა მიუხედავად იმისა, მთავარ ეპისკოპოსმა ზენონმა, როგორც თქვა, ამ პრევენციული იყო მეთქი, იმიტომ რომ ახლა ჩვენთან ნახევრად იმრეთ ვამბობ, რომ სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელს არჩევენ ხელისუფლების ჩარევის და ხელისუფლების ადმინისტრირების გარეშე და ასეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციას, რა თქმა უნდა, ასე ვერ ექნება, მაგრამ აქ არის რაღაც გარკვეული პოზიტიური ფაქტორები, განსაკუთრებით პატრიარქ ბართლომეს ჩამოსვლა, რომელმაც აჩვენა სქიზმაში მყოფი რუსული ეკლესიისათვის რა სტატუს-კვოა და რომ სად გადის ეს ცენტრები და მართალი თქვა, აი აქ უკვე მიტროპოლიტ-შიოს ნამდვილად გულწრფელად დადებითად დავახასიათებ და მადლობასაც გადავხდი, როგორ ფრთხილად გაკეთდა ეს ყველაფერი, რომ რუსული დელეგაცია 80 კაციანი იყო დელეგაცია, მაგრამ პატრიარქს წესი საგებაში მონაწილეობა მიიღო ბართლომემ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან პოზიტიური და ამ კუთხით, რომ ან საპატრიარქო, ან ის ადამიანები, ვინც ეს პროცესი მართა, დადებითად არ შეაფასო, არ შეიძლება. ძალიან დიდი საქმე და გონივრული ფრთხილი საქმე გააკეთა ამ შემთხვევაში მიტროპოლიტმა შიომ. აი ეს პირობებია, ასე თქვა ძალიან შორსაც რო არ წავიდეთ, რომელიც რაღაცა აი ამ ფაქტორებს ასევე ჩვენ არ დაგვაუწყდეს, რომ შეიძლება ნაკლები გამოვლენი ფაქტორი იყოს, მაგრამ სხვა მართლმადიდებელი სამყარო, სხვა ეკლესიების ფაქტორიც, მღვდელმთავრებთან მიმართებაშიც ფაქტორია. მეტი სხვა რელიგიური კონფესიების კი მათ განსაკუთრებული ფასი შეიძლება ასე ვთქვათ არ ქონდეთ, მაგრამ მაინც რაღაც ფაქტორია, ვის როგორ აღიქვამენ, იმიტომ რომ მაინც ამ ქვეყანაში მრავალი კონფესია რაც არსებობს, მაინც ერთმანეთთან თანამშრომლობს და ილია მეორის დროს ეს იყო ძალიან კორექტული თანამშრომლობა და ვნახეთ, როგორ დაიტირეს მათაც ილია მეორე, ამიტომ მათთვის ფუნდამენტალისტი, ასე ვთქვათ, სინოდის წევრი ეპისკოპოსი, რა თქმა უნდა, ასეთი მარტივი არ იქნება, იმიტომ რომ მაგალითად მიტროპოლიტის შიოს მისწრაფებები, ნაჩვენები არის უფრო ფუნდამენტალისტურად ხედავს, ვიწროდ, სადაც სხვა რელიგიების, სხვა რაღაცების ადგილი არ არის, სადაც სამოქალაქო თავისუფლების, მორწმუნეთა თავისუფლების და რაღაცების ადგილი არ არის. ამიტომ ამ ყველაფერს ერთიანად რაღაც სხვადასხვა დოზის გავლენა, რა თქმა უნდა, ექნება. ერთი რაც უბრალოდ არჩილის მსჯელობაში ოდნავ განსხვავებული ხედვა მაქვს მე, როდესაც არჩილი ამბობს, რომ ბიძინას არ უნდა აწყობდეს ივანიშვილს, ასე პირდაპირ დაუშვათ პრორუსულად აფილირებული პროექტის გაყვანა. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ძალიან გაგვიჭირდება არჩილ, მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ შენ მეტი ურთიერთობა გქონდა მასთან, რაღაცა რაციონალური დასკვნების და პროგნოზების გაკეთება. იმიტომ რომ მას გუშინ ჰქონდა შესაძლებლობა წარმოუდგენლად დიდი შანსი იმითი რომ გაეხსნა სამების და სიონის კარები და მieყვანა იქ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები თავისივე ხელისუფლების პრეზიდენტი ძალიან განსაკუთრებულ რაღაცებს არა ნახე თავისივე ხელისუფლების მის მიერ არჩეული გიორგი მარგველაშვილი ხა ვინმე დამარწმუნებს რომ მე უფეშიო იყო წინააღმდეგი გიორგი მარგველაშვილის ყოფნის ეს ხო სისულელი არო ეს იყო ბიძინას გადაწყვეტილება აი ეგ უკვე ჩვენი ქვეყნის დიდი პრობლემაა და ტრაგედია რომ ბიძინა ივანიშვილი რო წყვეტს რომ იქ კარივისთვის გაიღოს პირობითად რო თქვა გიორგი მარგველაშვილისთვის დაიხუროს და ნუცა ბუძალაშვილის გაიღოს. არ არის ეგრება. იცით საპატრიარქოს მიერ გაცემული საშვები და მე კონკრეტულად შემიძლია პიროვნება დაგისახელოთ, ანზორ ჩუბინიძემ აკრედიტაცია არ მისცა და მაინც არ შეუშვა. ასე რომ წყვეტს ყველაფერს. და გეთანხმებით რომ წყვეტს და ეგაა პრობლემა. ხო და პრობლემური მთავარ ეპისკოპოს ზენონს შეექმნა პრობლემა. კი, რა თქმა უნდა შევიდა, მაგრამ შეექმნა პრობლემა ამ ყველაფერს. პრაქტიკულად რაღაც კლასებად მოხდა ხალხის დაყოფა იქ ხალხი ბავშვებით იდგა რომ ის უნდა იყო პატივიეცა რაღაცა და უეცად ამ მოსახლეობას უთხეს რომ შენ
აჰა შენ საში და გამორჩეული ხარ და ახლა ეკო სეგრეგირებული იყო არა საუბრის თემაა საშვი ჩვენი საზოგადოების სოციალური იდენტიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო საშუალებად გამოჩნდა კოვიდის პერიოდში. ვის ჰქონდა გადაადგილების უფლება, ხო? დაქროდნენ შუაღამისას, მე რომ ჩემთვის რომ პროდიუსერი იხვეწებოდა საშვს და ძლივს და გამოვდიოდი გარეთ, ვხედავდი რომ მანქანები დაშლიგინებდნენ თბილისში საშვებით. და კაცმა არ იცოდა რატომ ქონდათ. ეს საშვი მათთვის ამის გარეშე არ შეუძლიათ. სხვანაირად თავის უპირატესობას ვერ ამტკიცებენ. და ანუ აი ამ დღესაც კი ამისგან თავი ვერ შეგოს. ეგ მართლა სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ნუ არ მიკვირს, მოდი ეს თქვა. ერთი საკითხი რაც აუცილებლად მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება, ის იყო აი რუსეთიდან, ნუ ძალიან დიდი დელეგაცია, ხო 80 კაციანი, მოდი ეს თქვა დესანტი, რომელიც რუსებმა გადმოსხეს და აი არჩილიც საუბრობდა იმ სქიზმის კონტექსტში, რომელიც არსებობს მსოფლიო პატრიარქსა და მსოფლიო პატრიარქსა და რუსეთის პატრიარქატს შორის ან რა შეგიძლიათ თქვათ ამ ყოველში? სამწუხაროდ მე არ ვიცი დესანტის შემადგენლობა, ანუ როგორ იყო წარმოდგენილი. რუსეთის ყოფილი კულტურის მინისტრის არა, მე გულისხმობ თვითონ სასულიერო იერარქიას, იქ რამდენი იყო ეპისკოპოსი, რამდენი იყოს სანის მიხედვით, ხო? და ამითაც შეიძლებოდა გვემსჯელა რა ტიპის პატივისცემა გამოხატეს, მაგრამ თავად ის რომ ბელორუსის ეგზარქოსი გამოგზავნეს, ამაში იყო გარკვეული სიმბოლური მინიშნება რაღაცებზე. ისინი საქართველოს ეკლესიასაც ასე ხედავენ. საეგზარქოსოს რასაკვირველია და ეხლა ჩვენი მთავარი ბრძოლა ზუსტად იმაზე უნდა გავიდეს, რომ ყველაზე დიდი და უკვე ხელშეუხებელი ღვაწლი პატრიარქისა, რაც დადასტურებულია ხომ ამ ავტოკეფალიის ტომოსის მოპოვება და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების უწყვეტობის აღიარება, აი ეს თუ დავკარგეთ, ჩვენ არაფრის ღირსი არ ვიქნებით და აქედან გამომდინარე ეს საფრთხე გვემუქრება, რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუკი მეუფეშიო ვერ უზრუნველყოფთ, რომ საკუთარი მეგობარი, სიყრმის მეგობარი, რომელთან ერთადაც მიხვედით პატრიარქთან, იმას უფლება მისცეთ, რომ პატრიარქი გამომშვიდობებოდა, მაშინ თქვენ როგორ დაიცავთ პატრიარქის მოპოვებულ საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიის მარგველაშვილის პოზიცია, შესაძლოა მას არც გამოხატავს ინტერესი, ანუ შეეშალა ხელი თუ არც გამოხატავს ინტერესი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პროცედურულად მე მგონი ხდება, რომ მოწვევა ცერემონიაზე ეს არის ალბათ სურვილის გამომხატველებისათვის უფლება. მოწვევაც ხო, აი ამ შემთხვევაში ეს ეტიკეტი ზურაბიშვილზეც რაც გინახლა რუსია კონდეთ და მარგველაშვილზეც აუცილებლად უნდა გავრცელებულიყო. ქალბატონი სალომე არ გახსოვთ ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას რო შეუყენეს მეუფე ნიკოლოზმა და ორი ჯვარი დააჭერინეს ხელში ამ ქალს იმისი უფლება მაინც როგორ არ მისცეს რომ გამომშვიდობებოდა ხო პატრიარქს თან ზუსტად ვიცით თვითონ ამბობს რომ უკვე წლებია პატრიარქთან აღარ უშვებენ და არ აძლევდნენ ურთიერთობის შესაძლებლობას ისე ყავდათ იზოლირებული ამ დროს როდესაც გეკა გელაძეს და მამუკა მდინარაძეს და ვიღაცებს შეუზღუდავად ჰქონდათ უკვე მართლა დაუძლურებულ პატრიარქთან მისვლის და შეწუხების უფლება. საერთოდ ეს ელიტიზმის ერთგვარი კომპლექსი, ფართო კომპლექსია. მამა გაბრიელის თემა გაიხსენე, მისი ამოყვანება და როგორ იყო ეს ყველაფერი ეს ძალიან. მე ერთი მხრივ ბოდიში ლელა ერთი მხრივ ახლა იმას კი ვაღიარებ, რომ ბუნებრივია იქ ცდომა ანუ იქ რაღაცა შერჩევა და საშვები და ეს აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკა არის, მაგრამ ვინ მონაწილეობს და ვინ არ მონაწილეობს, ანუ არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს, რომელიმე მომღერლის ვინც საიდანღაც ჩამოვიდა პატრიარქის დაკრძალვის დღეს, მაგრამ
რაც განწყობა გინდა მქონდეს, ჩემი საყვარელი მომღერალიც რო იყოს, არ ვიცი ვინც გინდა იყოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს არ ქონდეს წვდომა და ამ მომღერალს ქონდეს, ან ოფიციალური წარმომადგენლობებში არ შედის მეუღლის იქით ოჯახის დანარჩენი წევრები. ანუ ეს ყველაფერის დაცული რა თქმა უნდა იყოს, მაგრამ ეს ელიტიზმის კომპლექსი ქმნის ჩვენთან, რომ ადამიანები როგორ გითხრათ, ხა მინდა რომ ლამაზად თქვა, მაგრამ არის ხო კატეგორია, რომელიც არ ვიცი, ნივთით, საათით, მობილური ტელეფონით ცდილობს თვით პრეზენტირებას და არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავს ადგილებში შესვლის ბოდიში ჟარგონით ბლატაობით ცდილობს თვით პრეზენტირებას. ახლა ძალიან რომ მოგვენდომებინა, მე და ლილასაც გვაქვს საკმარისი ურთიერთობა, რომ ჩვენი საშვები გვექნებოდა. მე ნამდვილად ვიცი რომ ექნებოდა. სავარაუდოდ ლილასაც. მე მქონდა აქ მიდგომა რომ მე რომ მივიდე, მიხვდეთ რომ მე ჩემი გრძნობები და სენტიმენტები მაქვს. შეიძლება მოეცა შენთვის ასე, ჩემთვისაც, მაგრამ დაგვიშვებდა თუ არა ბატონი ანგორია. შეიძლება დავეშვი კიდეც, მაგასაც უშვებ, მაგრამ ჩემი სენტიმენტები მაქვს, რომ პატრიარქთან ზუსტად რითიც დავიწყე საუბარი, თავში რაღაც შეხება მქონია და რაღაცა ჩემი ემოციური ფაქტორია, მაგრამ მე არ მივეცი ჩემ თავს, მე რომ მქონდა რაიმე როლი და ფუნქცია, მაშინ ვალდებული ვიყავი, ყოფილიყავი საშვით თუ ისე იქ, მაგრამ მე უბრალოდ ვიზიტორი უნდა ყოფილიყავი, მე პირადად ჩემ თავს არ მივეცი ეგ უფლება, რომ ასეთი ფორმით შევსულიყავი და რადგან არ მქონდა იმისი ჯანმრთელობაც და ნერვებიც და თავიც, რომ ამ ხელა რიგში ჩამდგარიყავი, შესაბამისად თავი შევიკავე. ანუ აი ეს მომენტია გესმის ელიტიზმის კომპლექსი, რომ მე ამაში ის კი არ ვიპოვნე, რომ არიქ ახლა წავალ და თავს ვაჩვენებ, როგორი ბლატები მქონია აქ, რომ არამედ ის, რომ ამ ყველაფერზე თქვათ მოგვეკიდებინა და მეორე რაც შეხება ამ 80 კაციან დელეგაციის თემას, აქ საინტერესო არის ერთი რამე, ალბათ რაოდენობრივი ფაქტორი, მაინც ფაქტორია, რომელიც ეკლესიაც გინდა იყოს, ანუ პრესტიჟს აჩვენებს შენი ეკლესიის, ამ ხელ დელეგაციები საპატიო სივრცეებში ხდება. ალბათ ვისაც კი ოკუპაციის კანონი აქვს იქ დარღვეული, ნებისმიერ მათგანს სრული უფლება ჰქონდა ჩამოსულიყო. ამიტომ ამ საკითხს ამ კუთხით მე ცოტა რბილად უყურებ. თუმცა 80 კაციანი რუსული დელეგაცია და ერთი მსოფლიო პატრიარქი ვნახეთ როგორ ვის რა გადაწყვეტს. უბრალოდ აი მან პრესტიჟის და აღიარების თემა რომ იყოს, ერთხელ მაინც მოიხსენიებდა რუსეთი ჩვენს პატრიარქს მისი სრული ტიტულატორით და არა, აი როგორც მე ვთქვი რომ რაღაცა საზღვრები გაავლო სოფლიო პატრიარქმა აქ ჩამოსვლით და იმითი რომ თქვენ არა და მე ჩვენს ეპისკოპატთან, საქართველოს ეპისკოპატთან ერთად მე უფრო ვარ მასპინძელი, რომ მე ვუგებწეს და ამითი გაავლო საზღვრები. ისე როგორც სხვათა შორის მე აქაც უნდა შევარაქო ჩვენი ეპისკოპოსები და ვინც ამ ყველაფერს ორგანიზება გაუწია, რომ არც უკრაინიდან ჩამოსულ დელეგაციას შეუშალა ხელი, შეეძლოთ ყოველ შემთხვევაში. და აქ ძალიან საინტერესო ვითარება იყო ამ მოცემულობაში პატრიარქის გვერდით იყო სოფლიო პატრიარქი, რუსული დელეგაცია, უკრაინული დელეგაცია სხვებთან ერთად, მაგრამ აი ეს სამი რის გამოც ამხელა შეჯახება მოხდა. ხო. და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაიგო. ამიტომ ასე ვთქვათ, მაგრამ ამ კუთხით რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიამაც გაავლო საზღვრები. იმას რომ ერთხელ მაინც თუნდაც გარდაცვლილი პატრიარქი მოიხსენებინა სრული ტიტულით, ეს ნიშნავდა რომ რუსეთის ეკლესია საქართველოს პატრიარქს და მის პოტენციურ მომკვიდრეს, რომელიც ალბათ აი ამ ტიტულს გადაიტანს თავის ტიტულში, ხედავდა ასე და მანაც უბრალოდ საზღვრები გაავლო და თქვა რომ მიუხედავად ჩვენი სიყვარულისა, პატივისცემისა თუ რა ვიცი რისა 80 კაცით მოდივარ მეტი რა ვქნა, თქვენი პატრიარქი არ არის ცხუმ აფხაზეთის პატრიარქი ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი. შესაბამისად მთელი ეს ვითომ პატივისცემის ჟესტი არის თქვათ მაქსიმუმ. რა თქმა უნდა, დავამატებ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების და ყველაზე აღმატებული მტყალები ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება საქართველოს განსვენებული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისადმი ცირითი ჩანს ის რომ საქართველოს მთავრობის სახელით გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში ისევე როგორც კირილ გუნდიაევის წერილში არ არსებობს პატრიარქის სრული ტიტულატურა და სხვა ასე ვთქვათ ოფიციალურ დოკუმენტებშიც სადაც პატრიარქი მოიხსენება ისინი
არ იხსენიებენ და შემოკლებულ ტიტულს წერენ საქართველოს სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მოხსნეს მცხეთა თბილისიც და რაც სხვათა შორის არის პატრიარქის დაკნინების მცდელობა, იმიტომ რომ ეს ტიტული მას იმიტომ ჰქონდა, რომ დაიმატა სხვათა შორის არ ატარებდა ერთი პერიოდი და მეუფე დანიელი იყო. ხო, მეუფე დანიელი გახდათ და მე თვითონ დაიმატა ეს ტიტული სრულად საგანგებოდ ღრმა პოლიტიკური დატვირთვითაც და მათ შორის სულიერითაც და როცა ამას მოაკლებ, ეს არის დამოკიდებულება და მეორე ძალიან მკაფიოდ რაც საუბრობს ეს არის რომ ამ მასშტაბის ფიგურის დაგრძალვა გადააქციეს პრივატულ პარტიულ ღონისძიებად, ეს არის ძალიან სამარცხვინო ამბავი და ძალიან დამაკნინებელი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისათვის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ აფხაზეთის და ბიჭვინთის მიტროპოლიტისთვის დიდია ტიტული, მაგრამ ჩვენ ამიერიდან ვალდებული ვართ, რომ საქართველოს პატრიარქია ამ ტიტულის გარეშე აღარ მოვიხსენიოთ. ეს არის ჩვენი მოვალეობა და პატივისცემა მის მიმართ და მე მაშინებს ერთი რამ, რომ ქართულ ოცნებას აქვს განზრახული, რომ შემდეგმა პატრიარქმა საქართველოსი არ ატაროს ეს ტიტული ბოლომდე და აი ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა. ერთ-ერთი მინდა მხოლოდ სურვილები ბოლო ხანებში ეს დამეწყო. იმედი არა და სურვილი მინდა გამოთქვა თქო, იმედი ნაკლებად მაქვს, რომ ყველაფრის მიუხედავად ეპისკოპატი მაინც რაღაცებს გააცნობიერებს და ფრთხილად მოეკიდება საქმეს ამ ყველაფრის ეკლესიის როგორც ინსტიტუციის დანიშნულებას, ხალხის მორალური და სულიერი ასე ვთქვათ თემის საკითხს, სახელმწიფოებრიობას, იმიტომ რომ პატრიარქის არჩევა არ არის უბრალოდ საეკლესიო ინსტიტუციის ლიდერის არჩევა და მინდა ვისურვო, რომ ამ ყველაფერს გააკეთებენ კორექტულად. და მე ამ ყველაფერს მე უკვე უნდა ვისურვოთ, რომ კორექტულად გაგრძელდეს, იმიტომ რომ გააჩნია ვინ იქნება შერჩეული პატრიარქად, ზოგიერთმა შეიძლება გააგრძელოს ბევრად მშვიდი ფორმით, ვთქვათ და ზოგიერთი თუ კი ნახავს, რომ ზეწოლების შედეგად მიიღო ხმები, მას მოუწევს ძალიან მძიმე სასტიკი ღონისძიებების ჩატარება ეპისკოპატის წინააღმდეგ პირველ რიგში. თუ კი ძალადობა მოხდეს, ხიზმაც არ არის გამორიცხული. არც არ არის გამორიცხული, მაგრამ თუ შიშის ფაქტორი იქნება, შეიძლება მაგის ხიზმის ასე ვთქვათ მოაგვარო, მაგრამ ეკლესიის დასუსტება ახლა შეიძლება იყოს მხოლოდ ტოტალიტარის ინტერესში. რაც გინდა კრიტიკული შეხედულება ქონდეს თეორიულად, რომ ყველაფერს აქვს თავისი საზღვრები, რომლის იქითაც არ უნდა გადადიოდეს ძალაუფლება, მათ შორის სასულიერო, ამ შემთხვევაში ძლიერი ეკლესია ჩვენი ერთადერთი გარანტია ტოტალიტარიზმის პროცესში, რომ უფრო ხელი შეეშალოს ამ პროცესს. კი ბატონო, გასაგებია. მადლობა მობრძანებისათვის. დიდი მადლობა მაყურებელს. ეთერში გააცემა აპოლიტიკური კოდი პლატფორმაზე მისმინე, გამოყვებით YouTube-სა და სოციალურ ქსელებში. მადლობა.